ამ ჟურნალისტმა კაცმა პირველად ვიყიდე სპორტული გაზეთი, იმიტომ რომ სპორტის კაცთან გვექნება ინტერვიუ. ადამიანებს წარდგენა არ ჭირდება. ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს. რამდენჯერ მიიქნია, ბევრჯერ და მათ შორის მიიქნია დილის გადაცემაში ხალხს, რომელსაც არავინ არ იცნობდა. პირველად იყო გადაცემაში. კალას, გიორგი კალატოს და მახარას ახლა აქვს პოდკასტის ჩაწერა. დაცული არავინ არ მეგობრებო, შოუ იწყება. აი ძმაო 10 წუთი მაქვს. მე არ ვარ კარგი სტუმარი ამ რუბრიკისთვის და რატო? არა მხოლოდ ამ რუბრიკისთვის. რამხელა პასუხები გინდა დაახლოებით. საჩავეტი ნებისმიერი ადამიანი, ვინც ლაპარაკობს ეგ დროს, ისიც რისკავს. მოდი დავიწყოთ ზოგადად და შორიდან. თულია რა, ძალიან მაგაზე ლაპარაკი. ბურთი გადააწოდა ბელინგემმა ვიღაცას, იმ ვიღაცამ რაღაცა მერე ესა კუთხური. მეტი უკან ჩამოსვლა აღარ შემეძლო, წამოვედი. კომენტატორი უნდა ყვიროდეს. შეიძლება სპორტსმენს უქომაგო, იმიტომ რომ ვიცოდე რომ კარგი ადამიანია. აი ვინ იქნებოდა კარგი კომენტატორი შენი აზრით? მე და ჩემი ძმა შაბათ-კვირას ვიღვიძებთ ბონთუნობის სანახავად. სპორტსმენები გულგრილობას გამოიშენენ ხოლმე ისეთ თემებზე, რაზეც ტეხავს ხმის არ ამოღება. პირდაპირი გზა ტატამიდან პარლამენტამდე ძალიან მოკლე გზაა მოკლედ. დიდი ძალა პრინციპში სუსტის დაცვას მოითხოვს და არა ვიღაცის დაჩაგვრას. კანონის თემაში რომ ვიღაცამ ხმა არ ამოიღო მესმის. სხვადასხვა აქედან დიდი ზეწოლა იყო მაგ დროსაც. აშკარად რო ხედავ რა, ხო შენ ქვეყანაში ხდება ეს. თაუყბას უერთიანებენ, იჭერენ პირში, აფურთხებენ, ამცირებენ, შიშვლებენ. ეგ რა ფენომენია? ეგ არის ფენომენი რომ მე კარგად ვარ და მე თუ კარგად ვარ, შესაძლოა წაუღია ყველაფერი. ფეხბურთში ვინ გახსენდება ისეთი ტიპი, ვინც ყველაზე მეტად არ დანებდა მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობის. მე მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის არის ის რომ არ იცნობენ კარგად თვითონ რელიგიას, ან არასწორად ესმით, ან როგორც უნდათ ისე ესმით. ქალბატონი დინას გასახარად, ჩემი აზრით, ირიცხები წესიერი მოქალაქეების რიცხვში. მომიცინი ხა. მოგესალმებით მეგობრებო, ვიღებთ გორგილაძის აუტანელის სიმსუბუქის ახალ ეპიზოდს და ამ ჟურნალისტმა კაცმა ძალიან ხანგრძლივი პაუზის მერე პირველად ვიყიდე სპორტული გაზეთი, იმიტომ რომ ვიფიქრე ინტერვიუს დროს გამომადგება მეთქი, იმიტომ რომ სპორტის კაცთან გვექნება ინტერვიუ. გიორგი კალატოზი იქნება ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი, მაგრამ მთელი მუღამი ამ ადამიანისა გახლავთ ის, რომ სპორტის თემას მე მგონი საგრძნობლად გავცდებით, იმიტომ რომ გარდა იმ სპორტული კომენტარისა, რასაც აკეთებს იმ კონტენტში, რასაც ის დატო ბაციკაძე მახარა ერთად ქმნიან და ცალ-ცალკეც პრინციპში ეს ყველაფერი ცდება სპორტის საზღვრებს. ვილაპარაკებთ თანამედროვე ქართულ YouTube-ზე, პერსპექტივებზე, გაქანებაზე. ალბათ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, იმიტომ რომ გიორგი კალატოზი არ ერიდება ხოლმე ამ თემებზე, ღიად საუბარს, გნებავთ თავის პირად სოციალურ ქსელში, გნებავთ იმ გადაცემებში, რომელსაც ის აკეთებს. სტუდია აქ აქვს, სამსახური ქვია მაგას? YouTube სამსახური ქვია ხალხო? კალატოზი ხო აქ არის? გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. არა მიშავს. ნახე, კორლეონესავით რო ჩამჯდა რა იმაში. სიბნელეში. კატა ხო არ ყავს სადმე რომ მოეფერო კიდეს. რაც ჩანს რამე? თუ მე რო შავი თვალე მიკეთია, რა ვახარ? თიო. თავად ბიჭო, შენ მეგონი გამაღლებულ ხარ ბოლო ნახვის მე. დიდი ხანი. ყოველთვის ეგრე იყო. დიდი ხანი ვინც არ მნახულობს და მე მნახულობს, ყველა მაგას მეუბნება.
რაღაცაშია შეიძლება მითხრას რა რაღაც პერიოდის მერე. ის გამოხვედი ვინც უნდა რომ გამოსულიყავი? ბიჭო, არ ვიცი რა უნდა რომ გამოსულიყავი. უნდა და გამოსულიყავი წესიერი მოქალაქე და მე მგონი გამოვედი და დანარჩენი პროფესიით არ ვიცი ხა. ბიჭო, წესიერ მოქალაქეობაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ ყველა ბებიას, მაგალითად, ბებია ჩემ იცი რას მეუბნებოდა? პრინციპში უნდა რომ დაუკვირდი იურისტი გამოსულიყავი. ბებია ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ კაბინეტში შემოვიდეო. ანუ კაბინეტი რომ მქონოდა. აჰა. გასაგები. არა, ბებია ჩემ მე ვიცი რომ ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა და რაღაც პირველი ეთერი რომ მქონდა ერთ-ერთი მამაჩემ მითხრა რომ აი როგორ არ გადავიღეო პროსტა ტელევიზორს როგორ ეფერებოდაო. მართლა? ხო. და მამაჩემს ისე უყურებდა რომ აი შენ არ გამომადექი. შენ არ გამომადექიო. ჯუმაჩენი ამაყობს შენით როგორ ფიქრობ? წესით კი რა. არის ხუმ ანუ სახუმაროდ კი არ მიკითხავ. ხო, არა, კი წესით. იმიტომ რომ უთქვამს? ჩემ ბიჭია ხშირად დამბობს ხოლმე და რავი ანუ. ეგ ხო არის ამის ნიშანია, მაგრამ შენთვის პირადად უთქვამ? იცი რატო ვთქვამ? აღთვალებული ყოფილა. კალა, მოდი დავიწყოთ ძალიან ზოგადად და შორიდან. შენ ამ საქმეში მოხვედი სპორტის სიყვარული თუ ვნებით. მაგრამ როცა რაღაც საქმე თუნდაც ჰობი შენი ყოველდღიური საკეთებელი ხდება, რაც პურს გაჭმევს, ასე ვთქვათ, რასაც ფული მოაქვს. შეიძლება რაღაც განზიდვაც დაგემართოს, ხო, ადამიანს? კი. იცი რა არის სამწუხაროდ აი საქართველოში რა, საკომენტატორო სფეროში რო შევა ბიჭე. სულ არის ერთი და იგივე რა. ჯიხური და დამთავრდა. შედიხარ იქ, მიყავს თამაში, გამოდიხარ. მიყავს თამაში, გამოდიხარ. სამწუხაროდ როცა მე დავიწყე, ჯერ ესეთი ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მანდ მოვხვდი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ყველაფერს ჭირდება განვითარების ეტაპები. რომ აი შენ სიტყვაზე 2 წელი და 3 წელი თამაში წაიყვანე, მე იქნებ თამაშის წაყვანასთან ერთად გადაცემა გააკეთო, ვთქვათ. იყო ეგ ეტაპიც გადაცემაც ჰქონდა მე. და როცა ესე რაღაც საფეხურეობრივად მიყვებოდა, ასწორებდა რა, თან რაღაც განვითარების და ზრდის პერსპექტივა როცა იყო. მაგრამ როცა უკვე მე მახსოვს ტყივნეულად ვიხსენებ ხოლმე მას და ბევრგან მithქვამს. მაგალითად სტადიონიდან პრაქტიკულად თამაში არ მაქვს წაყვანილი რა, საკომენტატო ხან. როგორ გინდა რომ გაიზარდო და როგორ გინდა რომ ხალხს დაკეთო, როცა ბარსელონა, სევილია ჩამოსული შენთან ქალაქში და შენ ისანში უნდა იჯდე და იქიდან ამიყავდეს ჯიხურიდან რეპორტაჟი. ანუ გულის გატეხვის და ბევრი რაღაცა მოყვება რა მაგას. და არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ თქვა ტელევიზიას არ აქვს საშუალება, რომ გაგიშვას რაღაცა ფინალს მაინც დაესწრო და იქიდან მაინც წაიყვანო. შესაბამისად, როდესაც რაღაც ძალიან რუტინული ხდება და უკვე სიახლე არ არის პრაქტიკულად ამ თემაში. მერე ეგ განზიდვის მომენტი არის თორე ხა. ორშაბათობაში ეგ მომენტი ალბათ არ მექნება, იმიტომ რომ ტატოსთან ვზივარ და ვლაპარაკობ და ეხა ეგ თუ მომბეზდა და ტატოსთან დავჯექი და ვლაპარაკობ, არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. ესე იგი ტატო მოგბეზდა. ხო, ესე იგი ნუ აღარ მახსოვს, კვირაში ერთხელაც ვეღარ ვიტან უკვე ტატოს. ხო და თუ გავითვალისწინებთ რომ 4 საათს აქ გამყოფებს ღამე ეგ დრო არ შეიძლება არ იყოს შორი. ბიჭო, მე ვხვდები რომ დიდი განსხვავებაა როცა სტადიონიდან მიყავს თამაში და როცა სტადიონზე მიყავს მარტო ის ხო არა რომ თან კარგად მიყავს, იმიტომ რომ ატმოსფეროს კარგად გზნობ, მოედანს კარგად ხედავ, მარტო ამაზე ხო არ არის. წახვედი რაღაცა სხვა ქალაქში, წახვედი რაღაცა ვიღაცა ნახე, პრესკონფერენციას დაესწარი. ანუ თლიანად experience-ი მარტო წაყვანა 2 საათი შევედი, გავთიშე, ჩავრთე და მაგით რო არ არის და რაღაცა მოყვება ამას დამატებით. ეგ იწვევს იმას, რომ უფრო მეტი მიჯაჭვულობა გაქვს მაგ საქმესთან დაკავშირებით. მაგას ვხვდები, იმიტომ რომ მეც განათლებით ჟურნალისტი ვარ და ხვდები იმას, რომ რეპორტაჟი არ იწყება მაშინ, როცა იწყება თამაში. რომელი ქვეყნის მედია წევს კარგად იმ საქმეს, აკეთებს იმ საქმეს, რასაც ქვია არა მხოლოდ რეპორტაჟის დროს ხარისხის დადება, არამედ მთელი ამბის მოყოლა, რაც ფეხბურთამდე და ფეხბურთის მერე ხდება, დაწყებული არის ინგლისი, ცალსახად. ტოპია. ხო, ნუ ამერიკას შოუს ელემენტში, ამერიკაც, მაგრამ ამერიკაში თქვათ თავისი სპორტის სახეობები აქვს და იმას რაღაცა უფრო NBA თითქოს რაღაც ევროპულ კალათბურთს არ აღიარებს. სამქულიანის ხაზიდან დაწყებული რაღაცა იქ დროც 12 წუთს თამაშობენ, იქ 10 თამაშობენ, აქედან არ უშვებენ ხოლმე თქვათ ჩვენ ნაკრებში აგერ ბითაძეს და მამუკელაშვილს ვერ ხედავთ ხოლმე აგერც გქონდა ეხა თამაშები, იმიტომ რომ იქ ის არის რა ქვია, ბეისბოლი აქვს და რაღაც თავის სამყაროში არის, მაგრამ მაგრად ფუთავენ, ხო, სუპერ ბოული, ნანახი არ მაქვს არასდროს სუპერ ბოული
თამაში ოღონდ. ხო. არა, ეს half time show ნანახი მაქვს, რომელიც თქვა შეფუთვის ნაწილია და არის ძალიან მაგარი. ინგლისში აი მე მუშაობდი პრემიერ ლიგის მიმოხილვაზე, მუშაობდი მატჩის წინა გადაცემებზე და აი ხელოვნების დონეზე აქვს აყვანილი აი წინა სამატჩო რაღაცა გადაცემებია როგორ იცი? წამყვანიც არ ყავს რა. უბრალოდ კადრებია რაღაცა და ის მოდის სკრიპტი და შემდეგ გაახმოვანო. და ისია გაკეთებული რომ აი რაღაცა არქიტექტურას არის შედარებული რაღაც გუნდები და აი რაღაცა ერთხელ იყო პრემიერ ლიგის ბოლო ტურები იყო და ტიპი ჯდებოდა მანქანაში და ეს თასიდებდა მანქანაში და იწყებდა სიარულს რა ლონდონში თუ სადღაც და საით რომელ სტადიონზე მიიტანდა რა აი გადაუხვევდა რაღაცა ამ ქუჩაზე ლივერპული დაწინაურდა მერსაიდისკენ წაიღო თასი და აი რაღაც ეგეთ ჭრილში ხედავდნენ და საერთოდ სხვაგან არიან ეგენი მაგამ ბავში სტატისტიკებზე და რაღაც სასწაულებზე და ცნობილ სახეებზე ფეხბურთელებზე ანრი ის არა ქვია მიკა რიჩარდსი და კარაგერი თავის გადაცემა მაგაზე აღარ ვლაპარაკო აი ყველაზე მაღალ დონეზე ჩემი აზრით არის ინგლისი და აი რაღაც გემოვნებიანად აკეთებენ სპორტსმენი როგორ ერთვება შენი აზრით ამ იმაში რა შენ რაც თქვი მე ვხედავ ხოლმე ტოპ ლეგენდარულ ფეხბურთელებს ან სპორტსმენებს ზოგადად რომლებიც აი ამ მედიაში არიან რაღაცნაირად ან ექსპერტებად ინტეგრირებულები ან უბრალოდ სტუმრებად მოდიან და ცხვირს არ უბზუებენ რა ამ საქმეს ანუ ცაკუდად და დედამიწა ქალამრად მიაჩნიათ კი არა და პირიქით რა და ეგრო შეადარო აი ჩვენთან რამდენად ეთანამშრომლება ქართველი სპორტსმენი მედიას ხარისხიანად. გულისხმობ რას, იცი, რომ ჯერ ერთი მოდის უარს არ გეუბნება და მოდის გულიანად და როცა მოდის რაღაც ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, რაც არ არის მოვალეობის მოხდის მიზნით და ზედაპირული. ანუ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ და ბიჭებმა ჩვენი თამაში უნდა ვიპოვოთ და მთავარია მოწინააღმდეგეს ბურთი არ დავუთმოთ და ესეთი აი წყალ-წყალა ლაპარაკი ის მიღმა რომ რაღაცას ამბობს. არის სხვადასხვა შორის, ჩემს ბავშვობაში მაგალითად არ იყო რა, რომ უყურებდი ხოლმე, უფრო უჭირდა თქვა ახალი იყო თან ეს სატელევიზიო სფერო, ინტერვიუები, მატჩის შემდგომი რაღაცა, ახალი ხილი იყო და ფეხბურთელებს უჭირდა თქვა კამერას რომ მოგიშვერენ ფულია რა, ხა დარბი ხარ იქ რაღაცა სხვა განწყობით ხარ და უცებ მე მაგრამ დღეს უკვე აღარ არის სხვადასხვა შორის მაგის ნაკლებობა. არის ნაკლებობა აი ფანდითებსაც ეძახიან რომ აი სტუდიაში დაждდეს და უკვე როგორც მისი საქმე ისე აიღოს სადავეები ხელში, იმიტომ რომ რაღაც სპორტი სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სხვა მართულებით მიდის ხოლმე კარიერის დასრულების შემდეგ. მაგაზე სამწუხაროდ მე არ მინდა რომ საერთოდ არ მექნებოდა სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ მაგაზე შენთან მომიწევს ლაპარაკი, როცა სპორტიდან პირდაპირ პოლიტიკაში და განსაკუთრებით პარლამენტში მიდიან ხოლმე და იმედია უარს არ მეტყვი მაგათ. კი, არა პრობლემა. სამწვრთნელო საქმიანობის კუთხითაც რა, ძალიან კარგი რომ იქ რჩებიან ხოლმე და ასე შემდეგ, მაგრამ აი სატელევიზიო კომენტატორი თქვათ, ეხლა გუში მქონდა ორშაბათობა და გიორგი მაკარიძე ყავდა სტუმრად და რაც არ უნდა მე და ტატო თქვათ სიტყვაზე ფეხბურთს უყურებდეთ, ძალიან ბევრი თამაში ქონდეს, ნანახი მათ შორის ფეხბურთელებზე მეტი თამაშიც. მაგრამ იქ ისეთი ინსაიდები და რაღაცა ისეთი ისტორიები გამოდის, რომ ხვდები, რომ შენ ძალიან გამოგადგებოდა ეს ადამიანი ამ სფეროში და სამწუხაროდ მაგკუთხით ცოტა არიან, თორე ისე ძალიან კაი ბიჭები არიან, ლაპარაკის პრობლემა არც ერთს არ აქვს, ხაი თუნდაც ნაკრების იქნება თუ საქართველოს ჩემპიონატის, ძალიან კარგი სტუმრები არიან, მაგის თქმა შეიძლება. ანუ ჩვენ ხო ჩამორჩებით დროით წამყვან მოწინავე ქვეყნებს და ამ სფეროში ჩამორჩებით, მაგრამ ნელ-ნელა ფეხს იყიდებს ეგ ამბავი აქაც. აი ვინ იქნებოდა კარგი კომენტატორი შენი აზრით მოქმედი ფეხბურთელებიდან. ბევრჯერ ყოლია მაგალითად გადაცემაში ნიკუშა ჭანტურია და ძალიან კარგად ერკვევა ფეხბურთში და ძალიან კარგი გადმოცემის უნარიც აქვს და კარგი კომენტატორი იქნებოდა. ლორიას აქ ნათქვამი რომ მინდაო გიორგი ლორიას თან მეკარის დანახულიც კიდე სხვა არის რა, იმიტომ რომ კომენტატორებმა ხშირად ვიცით ხოლმე როგორ რაღაც იცი? მოდი მეკარესაც არ დავუკარგოთ, ესეთი ფრაზა. როცა აი რაღაც სასწაული ხდა და გააქვთოვანებული ხა ეს როგორ დაარტყა და აუხუდა როგორ მიიღო და იმიტომ რომ შეტევა უფრო ფასობს ფეხბურთში ოქროს ბურთის გამარჯვებლებსაც რო გადავხედოთ ეგრე ხო და ეს მეკარეს არ დაუკარგოთო რა არისო ერთხელ მახსოვს რომ დაიწუწუნა და მეც მინდაო მაგმართული და მგონი რომ ძალიან მაგრად გამოუვა შეხვედრია ბავშვი რომელიც იტყვის რომ მინდა ვიყო ფეხბურთელი და იტყვის ნახევარ მეკარეს კიდე შეიძლება რომ თქვან რა მაგრამ ნახევარდაცვაზე დაბლა ან თავს შეადარებს ვიღაცას ან ფორმა ეცმევა მეტილად
წყალობენ უმართლებთ მათ, ვინც არიან ნახევარდაცვაში და განსაკუთრებით შეტევ. ხო, ნაკლებად არის ეგ, ნაკლებად მსმენია, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ გოლის გატანა და ეგ ემოცია, ეხა სხვადასხვის მეკარე კაცია, მაკარეზე და მაგან გითხრა რომ გოლის გატანა მინდოდაო მაგრადო. და პენალტი დაარტყა პორტუგალიის მეორე ლიგაში რა, იმიტომ რომ ეს გოლის ემოცია რა. აი ჩავედი, ორი მომენტი მქონდა რომ ჩავედი მეტოქის საჯარიმოში და ახლოს ვიყავი გოლთან და ძალიან გული დამწყდა რომ ვერ გავიტანე, იმიტომ რომ ეს გოლის მომენტი არის რაღაცა სასწაული, როგორც ამბობენ თან ამ ხელა სტადიონზე და ამ ბოში რა. შენ რა პოზიციაზე თამაშობდი? მე დავიწყე წინ თამაში და მე დაცვაში ჩემი ტანიდან გამომდინარე, არა ძალიან ისეთი ფეხბურთელი ვარ რა, ანუ კონტაქტური არ ვარ. ბურთთან ურთიერთობა მირჩევნია რა და დაცვაში ვიღაცა მოუცელე, მოუჩეხე და მოუკალი და რაღაცა მე ძალიან განვიცდი ხოლმე უბანშიც თუ ვიღაცას მივარტყი არ ვეთამაშები რა უხეშად. ახლა დაცვაში უხეშობა გჭირდება ყველა ვარიანტში. და მაინც მაღალი თავზე და რაღაცა ცენტრალურ მცველად თამაშობდი. ანუ წინ იყავი უკან ჩამოგაჭრე, მე საერთოდ მე საერთოდ მეტი უკან ჩამოსვლა აღარ შემეძლო და წამოვედი. შუა თაობის კომენტატორები დიდი თაობის კომენტატორებიც იხსენებენ ხოლმე თავიანთ პირველ გამოცდილებებს საკომენტატორო ჯიხურში და ახლა რომ შევედი კოტე მახარაძემ მითხრა რომ პირველი ტაიმი შენ მე წავიყვან, მეორე შენ წაიყვანე, მე დამიჯდა რა. რა იყო, ხა აღარ არის. ხო და შენ ყავდა ეგეთი მენტორი, კუმირი მენტორი, რომელსაც ბაძავდი და მე ან გაუთანაბრდიან აჯობე. მენტორები ბევრი იყვნენ. სილკში რო დავიწყე მუშაობა, პირველად რომ მივედი, რა ვიცი, ტელევიზორში რო ყავს ეს ხალხი დანახი მარტო და ხმარო იცი და ერთად რო დავინახე ესენი, მეთქი ახლა რეპორტაჟი ამერ წავიყვანო მე. ჩანაწერში მიყავდა გიგა გვენცაძესთან ერთად, მახსოვს პირველი რეპორტაჟი პრემიერ ლიგის ლაივიც არ იყო რა, ჩაიწერეს თამაში და ნუ და ანგარიში იცოდი უკვე? ანგარიში ვიცოდი, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ბევრი თამაში მაქვს ეგეთი საყვანილი ანგარიში რო ვიცოდი. ხო და ეგ მომენტ იმდენი მენტორი მყავდა მაგამ ბავში. უფროსები, გამოცდილები ძალიან, ვინც ეს წვილში წაყვანის თემა დაამკვიდრეს, ხო, ბიძინა ბარათაშვილი და ლევან სალუქვაძე და ეს თაობა. ვინ არიან ეგეთები, ვინც მეწყვილეზე ზრუნავს? ანუ მარტო საკუთარი თავის წამოწევა კი არ უნდა რეპორტაჟის დროს, არამედ ფიქრობს იმაზე, რომ პასი მოგცეს, კარგი პასი მოგცეს და ანუ კარგად იმუშაოთ წვილში, რათა წვილის მიერ წაყვანილი მოეწონოს და არა მისი ერთი ხმა. პირველად ეგოისტებიც არიან, რა კარგად მიყავს, მაგრამ თავის კაცია. პირველად რომ მივედი სინჯებზე და მე რომ უკვე დააპირეს რომ წამეყვანა თამაში, ესეთი რაღაცა მითხრა ბიძინამ, რომ შენო კარგი რეპორტაჟი გამოგდის მაგ შემთხვევაში, თუ შენ მეწყვილეს აქვს კარგი რეპორტაჟი. ხო. და მე მეგონა ეს რაღაცა ხატოვნად ნათქვამი რომ ეხა ძალიან არიყვირო და იმასაც აცადე და რაღაცა. თურმე მართლა ეგ არის ოქროს წესი წვილში წაყვანის კუთხით რა. არის ან წვილი ვარგა, ან არ ვარგა. და იმაში სილკში არ ყოფილა სხვადასხვა ეს ეგ მომენტი ძალიან ბევრი მაქვს ნასწავლი მაგამ ბავში და პირიქით ყველა ეგეთი იყო რა, ვინც არ იყო იმას საყვედურობდნენ ხოლმე ხშირად რომ არ შეიძლება ეგრე რა, რომ კი ყოფილა რომ ვიღაცა შეიძლება უფრო მეტად უნდა ან გაგაწყვეტინა ბევრჯერ ან რაღაცაზე ლაპარაკობდა საერთოდ სხვა თემაზე ჩაგეჭრა, ანუ ბევრი ეგეთი რაღაცა ყოფილა რა, მაგრამ ისე ძირითად ზრდა მხოლოდ. ბევრი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმაზე, რა არის კომენტატორის დანიშნულება რეპორტაჟის დროს, რომ გითხრას უშუალოდ ის მოედანზე რა ხდება, გითხრას რა ხდება და ამასთანავე რაღაცები შეგახსენოს ხოლმე, რაღაც სხვა ისტორიებსაც მოგიყვეს ფეხბურთელზე, თუ სრული აჯაფსანდალი, ანუ ყველაფერი ჩაატიოს რეპორტაჟში. მაგალითად, ძალიან ჩემთვის პატივსაცემი ადამიანისგან, ვინც სპორტში კარგად ერკვევა, კარგი სპორტული ჟურნალისტისგან, მომისმენია რომ მე ფეხებზე მკიდია საერთოდ სხვა რაღაცა გარდა იმისა რა ხდება ახლა მოედანზე. ანუ კომენტატორი ზვალია რომ მითხრას რომ ახლა ბურთი გადააწოდა ბელინგემმა ვიღაცას და იმ ვიღაცამ რაღაცა მერე ესა კუთხური. მაგას ხო ისაც ხედავ. ეხა ეგრე რო ავიღოთ რა. ყველა ვერ ხედავს. ნუ ბელინგემ მაგათ შეიძლება რაღაც ჩაშალოთ სტრატეგიულად რაღაცა ისეთი თქვა რა. არა, აი რადიოში უსმენ. არა, რადიოში რო usmen და ეროს იმიტომ დაანება თავი კომენტატორობას რომ აღარ იყო საჭირო, რადიო რეპორტაჟები აღარ იყო საჭირო და გადავიდა სატელევიზიო. ეხა რადიოში ვიღა usmens იმას რა. ფეხბურთს რადიოში. მანქანაში გვაქვს. იქნებ რა ვიცი, ხედველობის პრობლემა მაქვს. ანუ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? შენ ფეხბურთის კომენტარს აკეთებ. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის მედიუმი რა არის?
ვიღაცა უყურებ, ვიღაცა ხედავს თუ ვიღაცა უსმენს. ანუ შენ ხო საქმე ხო ერთი გაქვს საკეთებელი. ხო, მაგრამ მან ხო უნდა გაწყვიტო სადღაც ბელინგემმა გადააწოდა იმას, გადმოაწოდა ამ მთელი თამაში თუ ეგ იყო. გადააწოდა, არ უნდა იყოს მთელი თამაში, არავითარ შემთხვევაში. კი, რაღაც პერიოდულობით უნდა იყოს და ამ თამაშის ირგვლივ უნდა იყოს, მოკლედ რო და დროს გააჩნია, რა რადიო რეპორტაჟი რო იყო, მაშინ პოდკასტს ვერ დაიწყებდი იმაში, რა ქვია, რეპორტაჟის დროს რა, რაღაცების მოყოლას. გემოვნების საკითხია ეგეც, რა თქმა უნდა. მაგრამ მე მგონია რომ სადღაც ნარევი უნდა იყოს. მე პირადად მქონია გაქცევები, რომ პოდკასტში გადამსვლია. ხო. მაგრამ ნახე, აი კიდე რა საქმეშნაობა, რა თამაშია მაგალითად. ჩემპიონთა ლიგის ფინალზე არ შეიძლება პოდკასტში გაგიქცეს. მაგრამ ალავესი ხეტაფე რომ იყავს და თან დიდი არაფერი არ ხდება რა. თანამედროვე ფეხბურთი ცოტა დაბალი ტემპი ესპანეთში მით უმეტეს ძალიან ბევრი ცუდ თამაში მინახავს. მანდ რო ილაპარაკო ვინმის გადააწოდა ბურთი, ნუ არ ვიცი, ამოწყდებით შენს, მაყურებელიც გადართავს და გააჩნია სიტუაციას მოკლედ. და რო რამე შეგილია შენ ალავესი ხეტაფეს თამაში მიყავდეს ესეთი რა 0-0-თვის განწირული, არაფერი არ ხდება და მოახერხო რომ მაყურებელმა ნეიტრალურმა მაყურებელმა არ გადართოს. სხვადასხვა მე მევასებოდა მაგ ტატოსთან წვილში მუშაობას ილგში. და ძალიან ხშირად მიმიღია კომპლიმენტები, რომ აი ესეთი თამაში რომელიც არ იყურება, თქვენ გამო მიყურებიაო. გოჭი ტყემალმა შემაჭამა. კი, ყოფილა ეგეთ შემთხვევები. ყურს არ გჭრის ხოლმე ხანდახან თანამედროვე ქართულ კომენტარში ფრაზები, რომელიც აშკარად წინა დღეს სახლში არის მოფიქრებული. ნუ მიცინი. ანუ აშკარად წინა დღეს რაღაც ლექსს რომ ფრაზას გამოარჩევდი ეგეც? მე არ ვიცი, ვერ ვიმაგახ გალაქტიონის ლექს ვერ ვიმახსოვრებ, არა თუ ეგ ლექსი. აი ნუ აშკარად წინასწარ არის რაღაცა და მნიშვნელობა არ აქვს შეეფერება თუ არა. მომენტს აუცილებლად იტყვის, იმიტომ რომ კარგი კალამბური მოიფიქრა სახში. ეგ გაღიზიანებს? კი. ადგილზე მოფიქრებულს და წინა დღეს მოფიქრებულს ეთყობა. ძალიან ეთყობა. კომენტატორი უნდა ყვიროდეს. კომენტატორი უნდა გამოსცემდეს იმ ემოციას, რაც თვითონ აქვს და არ მოიტანოს ეს ემოცია სახლიდან. თუ აღარ გეყვირება, შენთვის ყველა გოლი უკვე სულ ერთია, მე შეგიძლია წამოხვიდე გაანებო თავი და ვისაც ეყვირება, ეგ დასვა რა, რაღაც ემოცია ვისაც აქვს და მანდაც გააჩნია თამაშს რა. საქართველოს ნაკრების თამაშზე ყველას ეყვირება. იცი რა, შენ ხარ ადამიანი, რომელიც არასდროს არ მალავს ხოლმე თავის მოქალაქეობრივი პოზიცია დავარქვათ მაგას და ქალბატონ დინას გასახარად ჩემი აზრით ირიცხები წესიერი მოქალაქეების რიცხვში, ვისაც მე მივიჩნევ წესიერ პატიოსან მოქალაქე. და შენ გაწუხებს ხოლმე, როგორც ყველა წესიერ მოქალაქეს უნდა აწუხებდეს, ამ სპორტის მიღმა რაღაცები რო ხდება და სპორტშიც რაღაცები რო ხდება, ისეთი რაც ან არ უნდა ხდებოდეს, ან გულსატკენია, რაღაც ამაზე რეაქცია გაქვს ხოლმე. ხანდახან ეს ორი რაღაც ერთმანეთთან იკვეთება. ხანდახან სპორტსმენები გულგრილობას გამოიჩენენ ხოლმე ისეთ თემებზე, რაზეც ტეხავს გულგრილობა, არ დანახვა, ხმის არ ამოღება. და ეგეთ შემთხვევები ბევრი ვნახეთ. ზოგ შემთხვევაში სასიამოვნოდ გაგვიკვირდა, ან არ გაგვიკვირდა, ან მოველოდით და ეს მოლოდინი გამართლა. განსაკუთრებით წინა წლის გაზაფხულის მერე. შენი განწყობა ხო მოგდევს რა რეპორტაჟი რომ მიყავს. იგივე შემართებით მიყავს რეპორტაჟები, როგორც მაგალითად გაზაფხულამდე მიყავდა, სანამ საქართველოში ძალიან უარყოფითი პოლიტიკური პროცესი დაიწყებდა ქართული ოცნება. რეპორტაჟები აღარ მიმყავს უკვე პრინციპ საერთოდ. აი, გადაცემა მაგალითად, აი სპორტს ეხება, მაგრამ ხო, ნუ რთულია რა ძალიან მაგაზე ლაპარაკი. ნაკრების თემატიკაზეც თქვათ. ნაკრების თემატიკაზე მე ცალკე ვთქვათ. თუ გინდა ახლა ვეთქვი, რავი შენები. ხო, იმაზე ლაპარაკი, ვინც ეგრე პოლიტიკაში მიდის ხოლმე, თუ მაინც ფეხბურთი არ არის, დიდად არ ვიწყებთ ხოლმე ლაპარაკს, მაგრამ ხო, მე საბოლოო ჯამში მივედი იმ წერტილამდე, რომ უკვე ვაკვირდები ვინ როგორი ადამიანია და არავინ შეიძლება სპორტსმენს უქომაგო, იმიტომ რომ ვიცოდე რომ კარგი ადამიანია უბრალოდ და მე გავხდე მაგის გულშემატკივარი რა. როგორც წესი ხდება პირიქით, რა თქმა უნდა, ხედავ მოედანზე რომ ხედავ ადამიანს არ იცის როგორია, მაგრამ დღეს პრინციპში იმდენი საშუალებაა, რომ ამ ადამიანზე ინფორმაცია მოიძიო, გაიგო. ხა თუ გაიგე ამ ადამიანზე, რომ ახლა ძალიან მიყვარდა რობინიო, მაგალითად, რეალში თამაშობდა. მე გავიგე რომ რაღაცა გაუპატიურებაში არის ბრალდებული რაღაც ჯგუფურში, ხო? არ შეიძლება, იმიტომ რომ მე როგორც ფეხბურთელიას მიყვარდა, ისევ დადებითად ვილაპარაკო. მე ყოველ შემთხვევაში
ცუდ გემოს მიტოვებს უკვე რობინიოს ხსენება და მისი საფეხბურთო უნარები ჩემთვის უკანა პლანზე, იმიტომ რომ ვიცი რომ როგორც ადამიანს ესეთი რაღაცა აქვს გაკეთებული. შესაბამისად ხშირად ხდება ხოლმე რომ შენ ვინ ახარ, აბა იმან ის ასახელა, საქართველოს ასახელა, ან თითქოს შენ არავინ არ ხარ, სიტყვის ამაღლის უფლება არ გაქვს, იმიტომ რომ 150 კილოთი მეტ წევს ვიღაც შენზე და ამიტომ შენ ნაკლები წონა აქვს შენ სიტყვას, რაც ნუ სიგიჟე მგონია ახლა ეგრო, რაღაც მოქალაქეური პოზიციის იმის დროს დაფიქსირების დროს, ვინც მეც წევს, მისი ის იყოს უფრო, თქვა ავანგარდში რა. ამიტომ ვაკვირდები უკვე ვინ როგორი ტიპია და იმის მიხედვით მაქვს ხოლმე მე უკვე სიმპათია. ფეხბურთელზე არ დავმალავ, კი ვიტყვი რომ ძალიან მაგარია, მაგრამ ჩემი გემოვნების ვერ იქნება ეგ ადამიანი, ვინც ვიცი რომ სახლში ამედის სიტყვაზე ურტყამს ცოლს. მაგას ვერ უგულშემატკივრებ, რაც არ უნდა მაღალი skill set-ი კონდეს მოედანზე, რასაც არ უნდა, აი, სოფლიოში საუკეთესო რო იყოს თავის სფეროში, ჩემთვის ის თავდება. იმის გაკეთებული საქმეები. საერთოდ ჩემი აზრით, იაფფასიან, ну, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში იაფფასიან ფანდებს რატო ეგება ხოლმე ადამიანი, რომ მაგალითად სპორტში ტექნიკურად ძალიან წარმატებულ ტიპს სახელისუფლებო პარტია ეპატიჟება თავის სიაში და ამომრჩეველზე შენი აზრით გულწრფელად ეს ახდენს იმას, რომ აი პირობითად ტალახაძე უდავოდ სოფლიოში საუკეთესო ძალოსანია და ამის გამო ის მან უნდა სცადოს კანონების მიღება. ანუ შენი აზრით ამ საქართველოში არის ამომრჩეველი, რომელიც ამას გულწრფელად ჩათვლის რომ კი ეს ასე შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა. საქართველოს შენ ვერ დამისახელებ ამომრჩეველის ტიპს ვერ მომიყვან, რომელიც შეიძლება არ იყოს საერთოდ. რა თქმა უნდა, ეგეთი ამომრჩეველი არის და ძალიან ბევრია, იმიტომ რომ შენ ყიდი მაგ ემოციას მე ახურდავებ რა. აი რა ემოციაც ამ ადამიანებს შენ მიანიჭე შენი ოლიმპიადის მოგებით თქვა სიტყვაზე. მე ამ ადამიანს შენ მიმართ მაინც პატივისცემა უჩნდება რა. ხო, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია და სადღაც რესტორანში რო შევა, იქ ვიღაცა პატივს ცემს, იმიტომ რომ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ეგრეც უნდა იყოს, კი ბატონო. მაგრამ და იყიდება რა ეგ ემოცია რა, ანუ საბოლოო ჯამში რო ახსოვს ამ ტიპს, აი ამან გვასახელა, ესე იგი ეს ტიპი ამქაც კარგ რაღაცებს გააკეთებს, ანუ რაღაცა ტოლობის ნიშანი ისმება, რომ კარგი ადამიანია ამავდროულად, იმიჯი მაინც კარგად შეგიძლია რომ შეუკრა ეგეთ ადამიანს, რომ აი რაღაცა მეოჯახე ის და არა მარტო სპორტსმენზე, ხო, მან დაიწყო ცნობა ადამიანებზე და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი, მე მიკამათია კიდევაც მაგ თემაზე რა, რომ უნდა იყვნენ ვიღაცებს გონიათ რომ უნდა იყვნენ, იმიტომ რომ უფრო კარგად იციან თქვათ სპორტში რა პრობლემებია. რა ვიცი, ამომრჩევლის ტიპი ყოველ შემთხვევაში ეგეთი არის რა, რომ აი ამ ბიჭებზეც რა ფეხბურთელებზეც მაგიტო იყო მაკელაზე წოლა, რომ იმხელა ემოცია აჩუქეს ქვეყანას. რომ გინდა არ გინდა, მაინც სადღაც მიდიხარ რომ მაგ ტიპებს უფრო მეტი სუფლება აქვს. და რადგან უფრო მეტი სუფლება აქვს, მე თვალს ხუჭავ რაღაცებს, რომ შეიძლება რაღაცაში უფრო ნაკლებად კომპეტენტური იყოს, შეიძლება ნაკლებად გამოსდიოდეს რაღაც, მაგრამ ვიცი რომ ამ ხელს სიხარული მაჩუქა ამან და ცუდს რატო გააკეთებს, რატო გავამწარებს, ვიცი რომ ეს კაცი აგერ, მაგრამ ნუ არ არის ერთ და იგივე რა. ქვეყნის მართვა არის საერთოდ სხვა რაღაც და შენ სფეროში ჯერ არის რაღაც უპატივისცემლობაა საკუთარი სფეროში, რომ ამდენი იმუშავე თავი არ მოგიწევია იმიდან ბურთიდან და ვიცი ხო წარმატებული ფეხბურთელი ვერ იქნები დღეს თუ არ დააკვდი მაგ საქმეს, იმიტომ რომ კონკურენცია საშინელი. და ვიცით ისტორიები ფეხბურთელებს მოგვისმენია რომ ეს ტიპი თავს არ წევდა რა ბურთიდან, აი სულ მანდიყო. აი საშუალო სპორტსმენს უფრო გავიგებ, რომელიც ამავდროულად ფეხბურთს არ უთმობდა იმ ხელა დროს და დაკავებული იყო სხვა რაღაცით, მაგრამ ამ ხელა ფიგურებზე როა ლაპარაკი რა, რომელსაც თავი გადადეს ამ თავის სახეობის და თავის სპორტის გამო. აი ეგეთი ტიპი მე სხვა სფეროში უცებ ნიჭიერია, კი ბატონო, ისწავლის და გამოუვა შეიძლება, მაგრამ პირდაპირი გზა ტატამიდან პარლამენტამდე ძალიან მოკლე გზაა მოკლედ. ხო და რაღაც ცოტა უფრო გრძელი უნდა იყოს, თორე რა თქმა უნდა ყველა ადამიანს უფლება აქვს, რომ მოხდეს სადაც უნდა თუ მოინდომებს და უბრალოდ ეგ მონდომება არ ჩანს ხოლმე რა. ხო. სპაიდერმენის მოყვარული ხარ? ვარ. სპაიდერმენი. მაგარი გადასვლა იყო, მაგრამ არა, ბიძია ბენის ფრაზა გახსოვს ეგეთი? კი, დიდ ძალას დიდ პასუხისმგებლობა ახლავსო. კი, დიდ ძალა, დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ხო? მეგონი ეგეთი რაღაც. ხო და როცა შენ გაქვს მაგალითად ესეთი საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა და დამსახურებულად. იმიტომ რომ რაღაც ასახელე, იქით, აქეთ გაახარე ხალხი და ძალიან თვალხილულ
ბოროტებას ხედავ ამ ხალხის მისამართით, რომლებსაც სცემენ. აი ძვლებში ამტრევენ, პირდაპირ მნიშვნელობით თავყბას უერთიანებენ, იჭერენ პირში, აფურთხებენ, ამცირებენ, შიშვლებენ, უსამართლოდ იჭერენ და აღარ ჩამოვთვლი. და შენ ან უკეთეს შემთხვევაში ზოგად ძალიან ზოგად კომენტარს გააკეთებ ორივე მხრიდანაც რომ შეიძლება ყური მოებას. ან ყალს ჩაიგუბებ პირში. და ვითომც არაფერი. როცა შენ ქვეყანაში მართლაც ძალიან ცუდი პროცესი მიდის და ადამიანებს ჩაგრავენ. უძალო ადამიანებს ჩაგრავენ. ეგ რა ფენომენია? სპაიდერმენი ნანახი არა აქვს ეთყობა მაგას და ეგ ფენომენი არის. მაგ ფრაზაზე სხვადასხვა ამას წინ ვფიქრობდი მეც, რომ თავიდან ბავშვობაში მეგონა რომ ეგ იყო სუპერგმირებზე ნათქვამი. ეგ არის მე თუ ვიღაცის დაჩაგვრა შემიძლია, არ ვარ სუპერ ძლიერი ადამიანი და უბრალოდ შემიძლია რომ ძაღლს დავარტყას თუნდაც. აი ეგეც ეგ არის რომ შენ თუ ძალა გაქვს უკვე დიდი პასუხისმგებლობა გაქვს რა, ნების ერთ ადამიანზე ძლიერიც თუ ხარ, აი ყველაზე სუსტი ხარ და ვიღაცა ერთსერევი დედამიწაზე მარტო. მაინც პასუხისმგებლობა გაქვს, რომ არ დაჩაგრო და ცუდ საქმეში არ გამოიყენო. ხო, მაგრამ დიდი ძალა პრინციპში სუსტის დაცვას მოითხოვს და არა ვიღაცის დაჩაგვრას. და რაც შეეხება კითხვას. ძალიან რთულია ვიღაც ადამიანის ტყავში შეხვიდე და იქიდან დააკვირდე, არ ვიცით ხო აი ყველასი ვის რა პრობლემა აქვს, ვინ როგორ უყურებს, ვიღაცა შეიძლება საერთოდ მიაჩნია რომ კარგია ეგ. კი, ალბათ. შეიძლება პირიქით რა მოიღოს, მაგრამ უარესიც იყოს. აი რო ეხვეწებით რა, აბა იქნებ რამე გითხარით. არა, მე ხვეწნა არასწორი მგონია მაგ დროს საერთოდ რა ყველა ადამიანი ვერავის ვერ მოსთხოვ სოლიდარობას და თანადგომას. სოლიდარობა და თანადგომა არის ის, რაც ადამიანს თავად უნდა ანუ ნაძალადების სოლიდარობა არ მწამს მე ნაძალადები და ძალით გამოჩიჩქნილი. მე ვამბობ ადამიანი რომელსაც გაქვს ამ ხელა პატივისცემა, ძალაში გულისხმობ ძალა უფლებას ისეც რა ქვია. სოციალური კაპიტალი. ხედავ მართლა მე არ მჯერა რომ ვინმე ვერ ხედავს უსამართლობას რა და ამ დროს მიუყრუებ იმიტომ რომ აბა ვიღაცამ გითხრა რომ მოდი ბიჭებო არ გვინდა ეხა არ ჩავდი მან დარეკა ხო იცი იმას გაუტყდება საერთო ფონი დავმშვიდეთ რაღაცა და შენ ეგუები მაგას ნახე აუ დავი აი კანონის თემა რო იყო რა კანონის თემაში რო ვიღაცამ ხმა არ ამოიღო მესმის კი ბატონო კარგი იმიტომ რომ მან ნუ აი ხო არ არიან კვალიფიციურები თქვა თქო და თავის საქმე აქვს და სხვადასხვა აქედან დიდი ზეწოლა იყო მაგ დროსაც კი ბატონო ხო კი კანონზე აი მე ხო რა შეიძლება არ არის სწორი მოდი ეგეც თქვა რომ აქედან აბა ეხა და რატო და ჩუმად მიგვატრევენ აქ და მიგვატრევენ იქ ნუ არ ვიცით ეხა და ფეხბურთელმა მithumedes არის მაგრამ როდესაც გამოდის აბსოლუტური ბოროტება აი უკვე მან დღეს სიმართლის გავყობა ძალიან რთულია სად არის რა იმიტომ რომ 1000 ფეიკი 1000 აი აშკარად რო ხედავ რა ხო შენ ქვეყანაში ხდება ეს და მიგიწვდება ხელი და მაგაზე ხმას არ იღებ საერთოდ ხო აი ეგ რა ფენომენია ეგ არის ფენომენი რომ მე კარგად ვარ და მე თუ კარგად ვარ შეიძლება წაუღია ყველაფერი რა აი გუშინ წინ ბელგრადში ძალიან დიდი აქცია რო იყო მაგრამ თუ ჯოკოვიჩი ამ ხელა სპორტს ამ დონის სპორტსმენი ახერხებს რომ გამოეხმაუროს რა გახდა იცი რა არის უნდა მიხვდეს ყველა რომ ნებისმიერი ადამიანი ვინც ლაპარაკობს ეგ დროს ისიც რისკავს რა არ არის არ ჩვენ ვართ იოლ სიტუაციაში და ჩვენ შეიძლება ხვალ რაღაცა პრობლემები შეგვიქმნას მაგის გამო რომ ჩვენ რაღაც პოზიციას ვაფიქსირებთ რომელსაც არ ეთანხმება ვიღაც ხო ხო და იმათთვის თუ რაღაცა საქმე ფუჭდება მაგით პოზიციის დაფიქსირებით ჩვენთვის არ ფუჭდება ჩვენთვისაც ფუჭდება უბრალოდ ჩვენ გვიღირს იმიტომ რომ მე ვსაუბრობ იმ ადამიანზე ვინც მართლა ფიქრობს და ასე წესიერი ადამიანი და მართს ხო ნუ ბევრ ამას უფრთხილდება ალბათ ძალიან მაგრამ ნუ ამ გაფრთხილებაში ძალიან ბევრი ზარალდება ასევე კაი როგორი გინდა რომ ეს ქვეყანა როგორი გინდა რომ იყოს ეს ქვეყანა აი ხო არის რომ ეხლა მაგალითად პროტესტზე რომ ლაპარაკობენ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი დგას იქ, ხო? ან დგას, ან იდგა, ან აპირებს რომ იდგეს, ან სახლშია, მაგრამ მაინც აპროტესტებს. და ყველას აქვს სხვადასხვანაირი შეხედულება, როგორი წარმოუდგენი, როგორი უნდა რომ იყოს ეს ქვეყანა, ან როგორი არ უნდა რომ იყოს ეს ქვეყანა. აი შენ როგორი გინდა რომ იყოს საქართველო? მე ძალიანაც ვემხრობ იმ
პათოს რომ 7 მინდა რომ იყოს. ოღონდ სიმშვიდე სხვადასხვანაირი აღქმა აქვს. სიმშვიდე არ არის ეხლა რასაც. არა, ახლოსაც არ არის მშვიდობასთან. კი, მშვიდობა, ანუ სიმშვიდეს მოყვება რაღაცა განვითარება, ხო? ჩვენი ისტორიაც ეგრე იყოფა, რომ ყველაზე დიდი სიმშვიდე როცა გქონდა და დაალაგებული სიტუაცია, მაშინ შეიქმნა, ხო? ძალიან ბევრი კარგი რამ და მინდა რომ ეგ იყოს და ისაც მე მგონი ბოლო პერიოდში რა სიმშვიდეც გქონდა, არ მიდიოდა ცუდად ქვეყანა იმასთან შედარებით, რაც იყო. ხო. მგონია რომ კარგ რელსებზე ვიდექით. ვიღაცა ხა ყოველთვის იქნება რომ ეს არ მომწონს, ის არის შესაძლებელი, მაგრამ ცუდად არ მიდიოდა ნამდვილად ქვეყანა რა. ჩემი სფეროს თუნდაც საფეხბურთო სპორტულიც ან ნებისმიერი კუთხით რაღაც წიაღსვლები იყო, მენტალიტეტის კუთხით იყო ძალიან დიდი წიაღსვლები და დიდი რაც განსხვავება თქვა მამების და ბაბუების თაობასთან რა და უბრალოდ აი თითქოს რომ კაცობრიობა ვითარდება, ნაკლები ომი ხდება ხომ სოფლიოშიც საქართველოს რო ლაპარაკობთ ხოლმე რაღაც ვერ გაურბივართ რომ აი იქ ნახე რა ხდება მე რა ყოველთვის ვახსენებთ ხოლმე და თითქოს რაღაც ისე მიდიოდა რომ აი ადრეს უგესმოდა რომ ძალიან ბევრი ომია და დღეს ევროპაში ძალიან დიდი ხანი ომი არ ყოფილა. ეხლა როგორ არ არის? ეხლა არის, მაგრამ აი რაღაც პერიოდს გულისხმობ რა სადამ აირია არა. რომ მე ვიფიქრე რომ ადამიანი მიაღწევს რაღაცა იმ წერტილს რომ საბოლოო ჯამში ეს რაღაცა ომებს და იმას თავს დაანებებს, იმიტომ რომ რაღაცა ყველაზე განვითარებულ კონტინენტზე ეგ მოხდა. რომ თითქოს ომი და უბედურება არავის აღარ უნდა და კარგი ცხოვრება რა, ყველა წადი გადაფრინდი უყურე იმას, დაესწარე იმას დალიეის და შეირგე ეგრე ცხოვრება და სამწუხაროდ აი ამან ცოტა სხვაგვარად შემატრიალა, იმიტომ რომ დედამიწაზეც ეგრეა, რომ სადღაც არის ძალიან დიდი სიმშვიდე, განვითარება, რაღაცა კარგი ცხოვრება და სადღაც დიქტატურა და უბედურება, ომი და რა ვიცი, ადამიანად არ მიაჩნიათ და მინდა რომ იქით წავიდეთ, სადაც კარგი სიტუაციაა და მართლა ისეთ სიმშვიდე იქნება, რასაც გულისხმობს ეს სიტყვა და არა ვიღაცისთვის მშვიდობაა და ვიღაცისთვის არა. ხო, თორე ისე მე მგონია რომ რა შედარებაა, ჩემი ბავშვობაც რომ ახსოვს, სხვა მენტალიტეტი იყო და დღესაც რომ დავდივარ და რაღაც ახალგაზრდებს რო უსმეს, სხვაგან არიან რა თავისი მენტალიტეტით, იმიტომ რომ მან ტექნოლოგიები და ბევრმა რაღაცამ დააჩქარა ეგ პროცესი. ჩვენ გვაქვს ესეთი რუბრიკა, რომელსაც ქვია არ გაჩერდე. ვაკეთებთ ამ რუბრიკას ჩვენს მთავარ პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან ერთად. და ემთხვევა სახელწოდება მის ძირითად სლოგანს. მოდი აი შენ არ გაჩერების მაგალითზე გველაპარაკე. თუ გქონია საერთოდ, ან თუ ფიქრობ რომ გექნება, ან თუ დამარცხებულ ხარ და თუ დამარცხებულ ხარ თუ წამო და ასე შემდეგ. კი, დამარცხებულ ვარ კიდევაც, რაღაც პერიოდი გაჩერებულ ვარ კიდევაც, მაგრამ ხო, თლიანობაში მე რო YouTube-ზე დავიწყე მაგალითად რაღაც საქმის კეთება რა, მაშინ არაფერი არ იყო, აი რაღაცა. თავიდან იყო სიცარიელე, მე Big Bang-ი იყო, იმიტომ რომ ახსოვს ხა იმდროინდელი YouTube-ი აი ძალიან სამოყვარულო იყო და თან ვიფიქრე რომ მე დავიწყე gaming განხილვებით. მე მეოსება ძალიან gaming-ი და რაღაცა რევიუებით დავიწყე რა. და ხა რო დავდე პირველ ვიდეო მოლოდინი მქონდა რომ ხა თუ იმას ხო იცის კაკ რა თუ იმას აქვს ნახვა ხა ჩემსას აბა რა არ არის ეგრე შენთან ადამიანებს უნდა აჩვენო რაღაცა მონდომება საქმისადმი სიყვარული რომ იმ ადამიანმაც ნახოს რომ შენ პატივი გცეს იმიტომ რომ მაგრად გიყვარს ეს საქმე და არ გაჩერდი და ბოლომდე მიყევი რა მარტო მაგიტო შეიძლება გიყუროს შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს რასაკეთებ მაგრამ აი ეს რაღაც მონდომება დაინახოს შენში და აი ჟინის გამო ზუსტად მოყვეს და გიყუროს მქონია რაღაც ეგეთი ეპიზოდები რომ ბიჭო აზრი არა აქვს აქ ამის კეთებას და ხო ხედავ მოდი ხო არ დავანებოთ თავი და გაჩერებულები ვიყავ YouTube-ზე რომ დავიწყეთ რაღაც პერიოდი გავჩერდით ერთი 3 თვე იმიტომ რომ ნუ რა შედეგები არ მოგვეწონა რა მაგრამ საბოლოო ჯამში თუ რაღაცა ჩერდება, გონია რომ საკმარისად არ უნდოდა. აი რაღაცის გამო რო ჩერდება, ხო იცი, ეგეთი დამატებითი ცვლადის გამო რომ აი ისა ბიჭო ის კამერა გამიფუჭდა და მე კომპიუტერმა რაღაცა გაჭედა და ის იმას ველოდები ეხა და აი ამის გამო რო აჭიანურებ რაღაცას, თუნდაც შედეგების გამო რომელიც არის. ესე იგი ბოლომდე არ გინდა. და თუ გინდა, მგონია რომ არ გაჩერდები არასდროს სანამ ბოლო წერტილამდე არ მიხვალ. ქართულ YouTube-ზე ძალიან ხშირად ყოფილან ტიპები მოდიან რჩევებს კითხულობენ რომ აბა როგორ რანაირად ამას ვაპირებთ ეხა ეს უნდა გავაკეთოთ 3 ეპიზოდიანი გადაცემებია ხოლმე და მე ჩერდებიან იმიტომ რომ მოლოდინი აქვს სხვა და თუ ჩერდებიან მე მგონია საკუთარ თავს ყოველ შემთხვევაში მაგას ვეუბნები რომ ესე იგი არ უნდოდა რა საკმარისად ისე რომ ბოლომდე ბევრი პრობლემაა მაგას არ ვამბობ რომ ეხა
პრობლემების გარეშეა ყველაფერი რა, რომ კიდე თუ არა უნდა აკეთოს, მაგრამ მე არ მგონია რომ შენ ფორმულა გქონდეს მაგისი, ალბათ არც არსებობს. არა. მაგრამ აი რომ მივუახლოვდეთ ყველაზე ახლო წერტილში ამ ფორმულას, აი რა წარმოგიდგენია მაგ არ გაჩერების ფორმულა, საკუთარ თავში ძალების პოვნის და ეს აი როგორ ლაგდება ეს ყველაფერი. სიყვარული რა თქმა უნდა საქმის მიმართ და ესეთი სფეროა, მაგალითად ჩვენი სფერო. რომ მაყურებელთა განწყობა და იმათი მხრიდან დაბრუნებული мотиваცია. მე მაგალითად ძალიან ბევრს მოუწერია ჩემთვის, რომ რაღაცა რთული პერიოდი გქონდა და თქვენმა ვიდეოებმა გადამატანინა. რაც არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება მიიღო, როცა ამ საქმეს აკეთებ, რომ ვთქვით, ყველა არ ვაკეთებ თურმე რა, მარტო ჩემი სიამოვნებისთვის კი არ ვაკეთებ, აი ხალხია, რომელსაც კი არ ჩართავს და თვალს კი არ შეავლებს და რაღაცას დაგიწერს. შეიძლება საერთოდ კომენტარი არ დაგიწეროს იმ ადამიანმა, მაგრამ გამოუხატავთ ჩემ მიმართ რაღაც ძალიან დიდი წერილები მაქვს მიღებული რა სოციალებში, რომ აი ამას რო აკეთებ და ეგ დროს მე უკვე ვეღარ ჩერდები რა, სულ რო რაღაცა დაგეზაროს და რაღაცა პირიქით დამატებითი мотиваცია და დამატებითი ბუსტია, რომ არ გაჩერდე და კეთილი ადამიანები ბევრნი არიან, არ ჩანან უბრალოდ ხშირად. სოციალებში ხშირად იმალებიან, იმიტომ რომ გონია რომ ბედნიერი ადამიანები კომენტარებს ნაკლებად წერენ რაღაც ჩვეულებრივ ვიდეოზე. ვიღაცა თუ აკომენტარებს, რაღაცა გონია რომ პრობლემები აქვს იმას რა. უარყოფით ვინც აკომენტარებს, იმიტომ რომ ძალიან თავისუფლად შეგიძლია რომ ეგ პრობლემაც ჩაკეცო და აღარ უყურო, მაგრამ ამას უნდა რომ რაღაცა შეცვალოს. ამ შემთხვევაში, როცა აი კონკრეტულად ამ პლატფორმაზე რაღაც აკეთებ, იპოვი იმ კარგ ადამიანებს და კარგ ხალხს რა, რომლებიც არ აქტიურობენ ესე. მაგრამ ხუჩაში შეიძლება შეგხვდეს, გაგაჩეროს და გითხრას, რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ და არ გაჩერდე. აი ძალიან ბევრს უთქვამს ეგ ჩემთვის. და რავი, რანაირად გავჩერდე, აბა მაგის მერე გონია რომ არ მაქვს მაგისი უფლებაც. ანუ შენაბობ რომ იმ საქმის ფორმულა დაახლოებით არის ეგ. ხო. იყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და კიდე ბოდიში გაგაწყვეტინე, რაოდენობაზე არ არის აქ. რომ 10 კაცი რომ ოთახში რომ 10 კაცი გისმენს თუნდაც რა, ანუ არა რომ მილიონი გისმენდეს აუცილებლად. 10 კაცი გისმენს რაღაცას ლაპარაკობ და მოგჩერებიან რაღაცა აინტერესებთ, ხო, ენთუზიაზმით ლაპარაკობ უფრო. და როცა ყავს გულშემატკივრები, აი ეგ იყო თავიდან რომ დავიწყე, ძალიან ცოტა ხალხი იყო, ძალიან ცოტა community იყო, არც მიცნობდა ბევრი არავინ, მაგრამ როცა იყო კომენტარები რომ მიდი შებერე და როგორ გულშემატკივრობდნენ, ეგეთ დამწყებებს უფრო გომაგობენ კიდე, იმიტომ რომ იმას არც ბენეფიტი აქვს, არც ფინანსური ანაზღაურება, არც ბევრი ხალხი არ უყურებს და უნდა იმ 10 კაცს რომ მაქსიმალური мотиваცია მოგცეს, რომ ბიჭო, კარგი რაღაცაა ეს, კარგი კონტენტია და აკეთე რა, იმიტომ რომ ასწორებს. ხო და ფორმულის ამბავი ეგ არის, ალბათ. რო დავკონკრეტე. ანუ ძალიან გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და სიყვარულით გააკეთე, ეგ. მეორე არის ის, რომ ეძებე კარგი ადამიანები, ვისთვისაც ამას გააკეთებ და ეს ადამიანები არ მოგცემენ იმის უფლებას, რომ დანებდე შენ და გაჩერდე. ეგ არის კი, ეგ არის ფორმულა ამ საქმეში ყოველ შემთხვევაში ეგ არის და სხვაგან შეიძლება რაღაცა სხვა იყოს, არ ვიცი. სპორტში, აი ფეხბურთში ვინ გახსენდება ისეთი ტიპი, ვინც ყველაზე მეტად არ დანებდა მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობის. აი რა ვიცი, რონალდო ფენომენოს მსგავსად რა, 3 ოპერაცია მოუხლზე თუ 2 ოპერაცია და მაინც რონალდო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო რონალდო ფენომენო. მაგრამ ეგ ბოლოს ხო იცი როგორ დანებდა კორინთიენსში რომ იყო რაღაც გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს ძალიან და რონალდოა და უკვე სულ ქება და ქებაში იყო და მერე გაუტყდა და წავიდა მაგიტო. ყოველთვის რობერტო კარლოსმა ასე თქვა რონალდოს წასვლის პერიოდში, მე არ ვიციო ტრავმა რომელიც რონალდოს შეაჩერებსო და აი რაღაცა კორინთიენსში ლიბერტადორესზე ვერ გავიდნენ თუ რაღაცა და მაგის გამო არდანებების ისტორია ალბათ ბევრი იქნებოდა, იმიტომ რომ სპორტი ისეთი ამბავია რომ ყველაზე მეტად გინდა ეგ უნარი გქონდეს, რომ არ დანებდე, იმიტომ რომ ძალიან კონკურენტ უნარიანია და ყოფილა რაღაც ჩამოწერილი ფეხბურთელები, რომლებსაც თითქოს უკვე ვეღარ უნდა ეთამაშათ და რაღაც ახალი ძალა უპოვნიათ საკუთარ თავში. აიცი ვინ გამახსენდა ახლა? აი წარმოიდგინე ბენზემა, რომელსაც აი კარიერის დასრულებისკენ იყო ტიპი, ხო. და უქროსბურთი მაშინ არ მოიგო? კი. მე არ მიყვარდა ასლოს. მაგრამ ისეთი რაღაცა გააკეთა, ეგ მეტამორფოზები არის ხოლმე ფეხბურთში რა. ეხლა რატომღაც სხვა თემებზე რო გადავიდეთ, რაღაც არავინ არ მახსენდება და რატო არ ვიცი. გცნობენ ქუჩაში? კი. სწრაფი გადასვლა იყო ვერცნობიდან ცნობაზე, თუ ეტაპობრივად მოხდა? ტელევიზიაში რომ მუშაობდი, მაშინ ცნობდნენ ძირითადად ასაკოვანი ხალხი. და YouTube-ზე სხვათა შორის
ძალიან მალევე YouTube-ზე რომ დავიწყოთ რაღაცა, უკვე ეგ ფონდი გაიჩითა რა. და მაშინ მივხვდი რომ YouTube-ს უფრო დიდი ძალა აქვს და მე რაც მინდა ეგ უფრო YouTube-ია ვიდრე ტელევიზია. შენ ახალგაზრდების სიყვარულით უფრო იყვებები ვიდრე შენ კარგად იცვლის სტატისტიკას უყურებ? კი. როგორია შეგიძლია გითხრა, ანუ იმატებს იმ ადამიანების რიცხვი პირობითად 50 ზემოთ არის და YouTube-ზე მოდის ნელ-ნელა? ნაკლებად უფრო იზრდება, მე რო დავიწყე YouTube იყო 13-19-20 ყველაზე ისა რა, ყველაზე მეტი ნახვა მაგასაკის იყო. ეხლა ჩემ არხზე არის 25-34, სადღაც ეგრე, ყველაზე მეტი. ქვეყნები 90% საქართველო. და შენ 10% მოდის უკვე. ის 10% რაზე მოდის? შტატები, გერმანია, ისა იტალია, ხო. სადაც ქართველები არიან. სადაც ქართველები არიან, კი. როგორ ფიქრობ კი არა, იცი თუ არა? ისეთი მოქმედი სპორტსმენები იყურებენ? კი. რო შევხვედრი ვარ, აი ფეხბურთელებს და რაღაცა, აბა რა შვებით და ძალიან ისეთი დამოკიდებულებით უცებ ვა და ბევრისგან ვიცი რომ მაგრა უზიან რაღაც გადაცემებს YouTube-ზე. ხო, მეც მსმენია თქვენს გადაცემებზე. ალბათ ხვდებით, მაგრამ თქვენზე განსაკუთრებით. როგორ ფიქრობ, მნიშვნელოვანია მაგალითად შენი და ტატოს აზრი მათთვის? ანუ რახან უყურებენ, გასაგებია რომ მათთვის რაღაც მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ აი თქვენი დამოკიდებულება მათ და რაღაცა შენი აზრით ითვალისწინებენ? იცი რა არის, საქართველოს ჩემპიონატზე მაქვს ნამუშევარი რაღაც პერიოდი კომენტატორად. მომიწია. და პატარა ფრაზაც კი ძალიან მყინვეული ყოფილა, იმიტომ რომ თან არ არიან მიჩვეულები რომ ამ საქართველოს ჩემპიონატში ვიღაცა ამათ აკრიტიკებს. ხო. იმიტომ რომ უცხოურ მედიაში ხდება გაგათახსირო, ხო და აქ ის ქართული მენტალობა რაღაც ირჩება ხოლმე რომ ბიჭო ვიზე რა თქვი და ეგეთ რაღაცა ყოფილა ქართულ ჟურნალისტიკაში. დაუძაბავთ. ვიღაცა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ტიპებს დაუძაბავთ ჟურნალისტებთან. ნელა. ხო. ჩვენ ახლა თან ქართულ ფეხბურთელებზე ვლაპარაკობთ ძალიან ყურადღებით და ყველა სიტყვას ვარჩევთ, რა ხო ვიღაცას არ ეწყინოს და თან არა მხოლოდ ქართულზე ხარ, სიტყვა უნდა შეარჩიო, კრიტიკას წინ არაფერი არ უდგას და მე თუ მკითხავ, კრიტიკა ერთ-ერთი მთავარი მამოძრავი არის, რაც ერთმანეთს ავსებს რა, კარგი კრიტიკა, ხარისხიანი იმას, მაგრამ კი, ალბათ სიტყვებს ხა არავის არ უნდა შეურაცხყოფა მიაყენო და აწყენინო იმ საქმის გამო რაც საკეთებს, მაგრამ ეხლა ვიღაცამ არ გაგაკრიტიკოს, მაშინ უთამაშო ძმაო. და თუ თამაშო, მაშინ არასდროს არ გამაზო. ხო. გათვალისწინების ამბავი არ ვიცი როგორ არის ახლა ჩვენ რო რაღაცა ვთქვათ არა ჩვენ რო რაღაცა ხვით გაიხარ განცვალეთ ჩვენ რო რაღაცა ვთქვათ ისეთი ხვიჩას ესე უნდა დაერტყა და ესე უნდა შესულიყო მაგ კონტექსტშიც არ შევდივართ რა რომ გათვალისწინების ენდიკესაც უფრო გაითვალისწინებს ვიდრე ჩვენსაც ხო მაგრამ ისე ზოგადად ვიცი რა გვიყურებენ და ეგეც სასიამოვნოა ახლა ითვალისწინებენ არ ვიცი მაგრამ ნათამაშეებმა მაფია სხვათა შორის ნაკრების ბიჭებთან, ვიღაცებთან, მაგ თამაშები. და YouTube-ზე მაგ პროექტებსაც უყურებ, არა მარტო სპორტულს, თქვათ, არასპორტულსაც უყურებ. რამდენიმეზე ძალიან, ანუ ვისაც ვიცნობ ისეთი ძალიან მაღალი წესიერი ადამიანები, ისეთი მაღალი წარმოდგენის ვარ და მახარებს ის, რომ ინტერაქციაში არიან, რა, ჩართულები არიან. ძალიან კაი ბიჭები არიან, სხვათა შორის ნაკრების აი ისედაც ერთმანეთში ურთიერთობას როგორი აქვთ რა და ეგ არ ვიცი. ხო, რაღაცა ისე მოიტანეს ეს ნაკრები რაღაცა აქამდე რომ რაღაცა გუნდურობის შტაბეშტილებას გიტოვებს რა შორიდან რო უყურებ. ძმაკაცობენ რაღაც ერთმანეთთან და ერთად დროს ატარებენ და რაღაც ასაკობრივიდან ზოგი ერთად მოდის და მოკლედ კაი ბიჭები არიან. მარა განმეორდები რომ იმას კი არ ვამბობ რომ ეხა რამდენიმე ძალიან ესეთი რაღაც პერიოდში კაფე ოპოზიცია დააფიქსირა, რამდენიმე ისეთი ნაკლებად კაფეო, მაგრამ რაღაც მომენტებში ბევრი სიჩუმე თან რომ ვაცნობიერებ რომ შეუძლებელია ეს მოსწონდეთ გამეთხრა. ზოგიერთგან სიჩუმე და მე რავი ანუ არა, იქ იმაში მონაწილეობა კიდე ოცნების კლიპში ეგ ძალიან გამიცხ. ხო რა, ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს, თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ ასევე მაქვს უფლება რომ ვიღაცა არ მიყვარდეს თავისი პოზიციის გამო, ასევე. ანუ თითქოს რაღაცა ფაშიზმს რო აწერენ მაგას, რომ აი თქვენ რაღაცა როგორ შეიძლება ადამიანს თავის პოზიცია. მე ჩემი პოზიცია მაქვს, არაფერს კი არ ვამბობ. მეც ვიღაცა არ მომწონს, იმიტომ რომ ამას აკეთებს. არაფერს არ ვაშავებ მე მგონი მეც მაგით. არა, მით უმეტეს თუ ადამიანი მონაწილეობას იღებს იმ ძალის პოლიტიკურ რეკლამაში, რომელიც ძალიან სასტიკად მეკცევა მე და ზოგადად მოქალაქეს,
და უსამართლოდ, მაშინ ხა რატო არ შეიძლება რომ არ მოგეწონოს და გააკრიტიკო კიდეც რა. ვერ ხვდები, თბილისი გიყვარს? თბილისი გიყვარს? თუ ისეთი ნეიტრალური დამოკიდებულება გაქვს თუ როგორ? მანქანაზე როცა ვზივარ, არ მიყვარს და. ხო. ისე რომ გამოვალ, კი. ბიჭო, რა ხიბლი აქვს შენთვის ამ ქალაქს? ეთყობა კულტურული ეს რაღაც ნაირსახეობა, ყველაფერს რო გავლილი აქვს აქ, რაღაცა ეგ მომენტი არის და თან მე მგონია რომ სადაც დაიბადე ის გიყვარს რა. თბილისს რო ახსენებენ, რომელი ადგილი გახსენდება პირველი? მაინც ჩემი უბანი და ჩემი სახლი მახსენდება. ანუ აქაურობა სადაც ვარ. ხო. პირველი ხელფასი რამდენი იყო? იუმორინაში რამე მოგწეს? კი. ენთუზიაზმზე ვიყავი. ხო რა, შენ იყავი რუბრიკაში დებიუტი. დებიუტი კი, მაგრამ ვიცნობდა ხალხი. ესე არ იყო რომ დებიუტი ვიყავი და პირველად კამერის წინაშე გამოვჩდი ეგეთი ხო არ იყო. მე ვიყავი დებიუტანტი იუმორინასთვის. მე ვარ გიორგი კალატოზი და უკვე 7 წელია რაც სპორტულ კომენტატორად მუშაობ. ვისაც ფეხბურთი გიყვართ, ალბათ ერთხელ მაინც გექნება ჩემი ხმა გაგონილი ტელევიზორებიდან, თუმცა აქ ჩემი ხმის სადემონსტრაციოდ არ მოსულ ვარ. უფრო სხვების, იმიტომ რომ ბავშვობაში ვაკეთებდი პაროდიებს, მე ეს პაროდიები ინტერნეტში ავტვირთე და ესე გავხდი კომენტატორი. და რამდენი მოგწეს? რამდენი შეხვდა? ერთ დღეს იყო 2 კონცერტი რა. დილის სეანსი? დილის ხო, შუადღის სეანსი საღამოს გრძელდებოდა, ხო სადღაც? ხო, არა, ხო უკვე ეგრე აღარ არის. ადრე კი. ადრე ვიცი ხო, შენ როცა იყავი მაშინ. გაზაფხულის იუმორინა და შემოდგომის და რავი, სეზონების მიხედვით იცვლებოდა რა და თვეები იყო. მე რო ვიყავ, იყო ერთ დღეს 2 კონცერტი. და მე მგონი ან ერთი კონცერტი 200 ლარი ღირდა, ან 300. იუმორინა 2020. ხო, მაგრამ იყო თუ არ არის რეკლამა? იცი რა, ეგ ხალხი მიხვდა რომ იუმორის კუთხით ცოტა ქვემოთ ჩამოვიდნენ და გადავიდნენ უფრო მუსიკალურ თემატიკაზე, რაც ხმა ძლიერი მხარე არის ნამდვილად ბაღაშვილების. შეიძლება იუმორში დაბლა ჩამოსვლა. დროს არსებობს ეგეთი დროს რაღაც? ჩამორჩე შეიძლება რა, არ ვეღარაობა მხარი, ვერ გაახალგაზრდავა გუნდი, ხო არის ბევრი რაღაცა, რადგანაც დროს ჩამორჩები და ცოტა ეგ მოვიდეთ, მაგრამ სამაგერო ჭკვიანი ხალხი და ეგრევე გადავიდა ცეკვა სიმღერა. რაღაცა ეხა რომ ნახო ბოლო იუმორინები. ხო. არის ცეკვა თამაში რა, აღარ არის იუმორისტული. არა, ეხლა რა დღესაც იუმორინა ჩაატარეს და რაღაც ეგ ძალიან გულდასაწყვეტი. იუმორინა ყოფილიყო ახალ წელს, მაგრამ გადადეს. გადადეს მაშინ. ანუ ახალ წელს უნდა ყოფილიყო ისევ, როგორც ყოველთვის. და მე გადადეს და მე ხე კიდე ხوار გადავდებთო და კიდე ადგილმა ჩაატარეს. აჰა, ესე იგი ის არასწორი მგონია, მივარდნა და აქ რა გინდა და რატო იცინითაც რაღაცა ეგეც ისე იმ კატეგორიაში შევდივართ რა. ძალიან გასარეცხია. როდის გარეცხე ბოლოს? ბოლოს გავრეცხე, წელს არ გამირეცხავს ნაღდად. მართლა? კი, კი. რა თუ მარტი არ არის ხო? ბიჭო, რა ძრავზე 2-დან 0? 2 და 5. პლეტამატორი? всё, ჩავჯე? ობანა. აბა მიდი ვნახოთ რა მძღოლი ხარ. წავედით. მანქანაში მუსიკის კაცი ხარ თუ პოდკასტის თუ ფიქრის თუ სიჩუმის? შენი გადაცემა სხვადასხვა არაერთხელ მომისმენია კი. და მუსიკა დაგიბრალებია ოდეს? მე რო ჯაზის მსმენელი ხარ? მე დამიბრალებია და ისე მწხვენია. ხო მართლა ვიღაცას რო გინდა რომ თავი მოატა, ეხა იცი ჯაზ და სულ რო იცი 3 ჯაზ მუსიკოსი. და იმან იცის 97 და მაგიტო გკითხა. და საკმარისია რაღაცა 5 წუთი შეყველაპარაკში რომ მიხვდება რომ ფუფლო. ცოტა როკი, ცოტა რაღაც საუნდტრეკ ჟანრი მომწონდა, რაღაც ფილმების და მულტფილმების და რაღაც მაგას უსმენდი ძალიან ხშირად მაგალითად. რაღაც ანიმე საუნდტრეკები მაქვს ხოლმე კიდე, რაც მევასება მაგებს უსმენ ხოლმე. ანიმეს მოყვარული ხარ? ხო, ანუ მოყვარული ძალიან ბევრი არ მაქვს ანახი, მაგრამ ეს ბეისიკები რაც არის, რაღაცებს უყურე და ძალიან ასწორებს, ძალიან კაია და მუსიკალურად და სხვათა შორის ძალიან მაგრად ფუთავენ თავის სერიალებს რა. აი გიბლის სრულმეტრაჟიანი ფილმები რაც არის, ეგეც აი მუსიკალურად არის, სადღაც გადიხარ რა ანიმეს ყურების დროს, რაღაცნაირი სამყაროა რა. სადაც ვიღაცა ლაპარაკობდა ანიმეებზე და თქვა რომ ანიმებში რაღაცა საოცრება რო ხდება ჯადოსნური. ხო. არ უკვირთო რა, რაღაც ჩვეულებრივ ფილმში რაღაცა რომ მოხდება, რაღაცა გაკვირვებები. იქ ჩვეულებრივი ამბავია რომ აი ბაჭია გამოვიდა, გამოსკოპდა და დაგელაპარაკა, აი რაღაცა ეგეთია და ძალიან კარგი ესკეიპიზმის კარგი საშუალებაა ანიმე.
სტრესი იყო სკოლა შენთვის? კი, რაღაც დონეზე, რაღაც 100-ამდე ყოველ შემთხვევაში ნახდად იყო რა. რატო ჩაგრავდნენ თუ? აი რაღა, იცი რა, ზოგადად ჩაგვრელური პოლიტიკაა სკოლაში რა. მასწავლებლების მხრიდან ამბობ თუ უძროსლები? ნუ ეხლა არა, ბავშვების მხრიდან ნაკლებად ეხლა კი ისინი ყოფილა გარჩეულ გამორჩევები და გაწევ გამოწევები, მაგრამ არა, მაგაცობდი ყველასთან ესე ცუდი ურთიერთობა არავისთან არ ქონია ეს რა. რომელი სკოლა დამთავრებული? 53. აჰა. ხო და სკოლაში მასწავლებლების მხრიდან თან როგორი სიტუაცია იცი რომ სახლში რომ მოდიხარ და რო თქვა რომ აი მასწავლებლმა რაღაცა ჩაარტყა დღეს რო თქვა იმ მასწავლებლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა მაგრამ შენ ბავშვობაში მშობელს რომ მაგას ეუბნებოდი ეგ რა არის ჩვენი მასწავლებელი რეებს გვიშვებოდა შენ ეგ არიცითი იფილტრებოდა ეგ თემა და მე მგონია რომ ძალიან არასწორია ეგ მე მგონია ნორმა იყო რომ მასწავლებელს შეუძლია ბავშვი ცემოს ხო და ნორმა რო ეგ არის შესაბამისად სტრესის დონე იმატებს სკოლაში. არაფერს არ ვამბობ შეურაცხყოფაზე რა, რომელიც, რა ვიცი, რომელი უკეთესია, ცემა თუ შეუვიცო და ოჯახიდან არ გამოსულო და გაუნათლებელო და რომელი უფრო უარესია, ეგეც საკითხავია, იმიტომ რომ ეგეც ძალიან ხშირი იყო რა, შერცხვენა ბავშვის. მოკლედ კალას გიორგი კალატოს და მახარას ახლა აქვთ ფუ პოდკასტის ჩაწერა. ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ კარგი არის ის, რომ მახარამ არ იცის იმის შესახებ, რომ გიორგისთან გვაქვს ინტერვიუ და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს საერთოდ არ გაუხარდება მას და შურით გაიბერება და მე შეიძლება გასკდეს. თანაგერ კოკა-კოლით ვარ წარმოდგენილი და ეს მისთვის დამატებითი დარტყმა იქნება. კიდე რამე ხო არ დავამატოთ. და დავამატოთ ის, რომ მე და მახარასაც ვქონია ერთმანეთში, მე ერთხელ გადავამტრია თავზე პენოპლასტი. ხო და მოკლედ ამ შეხვედრას წინ ბევრი რაღაც უძღოდა. და აბა ვნახოთ რა როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. დაცული არავინ არ ვარ. მეგობრებო, შოუ იწყება. არავინ არ ვარ დაცული რა დღეს და. ყალა თუ რამეა გაგვაშველეს სწრაფად. მე მომხვდება ახლა ბევრი ასე გამშველებს მეტი ჭამის კონტენტი რო ადამიანს ეთყობა ეგრევე შემოსასვლელში რა მობძანდით როგორ შევიდეთ ეხა ტორტი უნდა შემოვიდეს და მახარი კაი გავჩერდი და არაფერი არ ამთვი ერთი ოპერატორი ვერ ვიცანი მეორე ვერ ვიცანი და მესამეზე გავჩერდი არ ვიცი იცი თუ არა რაღაცა გადაცემა ჩაწერე ბიჭები და წიგნი არაფერი მაქვს ბიჭო რაღაცა წიგნი რაღაცა ჩემთან აიცახე თუ რამე ბიჭო კალატოსთან ვარ ვიცი ხო და მე რომ წიგნი რომ მეჭიროს ეგრე რომ შემოხვიდეთ თავიდან რა მინდა მოგაყლოთ ცოტა მაგას ვერ ვიგებ რომ შენი სპონსორია და ბოლომდეც არასო ბიჭო ბიჭო ვიზო ან ბუთს გეჭამ ხოლმე თავსახურიანად გეჭამ როგორ ხარ გორგი ნიჩიო ეხე ან ისე გნახავ რა რაღაც ვერ აგნახე და როგორ კარგა აჰა მე ვიფიქრე რომ რაღაცა გადამამტვრევდი თავზე მეთქი კიდე ახლა ხელს ხო შეგვიშლია რომ იყვნენ მაჩვენი თავზე მოგიშურს რა ის გამდის მაგრამ გირჩება მაპატიეთ რა ჩვენი ბრალი არის რომ ეხა უცდები ჯიტუზის რომ რა ბუმი მეთქი ანუ ბუმით არავინ არ იღებს თქო რა და პირველ ბუმი შემოყავი ისე იგეგმება მახარაც ოდესმე თუ ბიჭო ალბათ არა მაგრამ არა უშეს გორგი რას გინდა თუ მართლა გინდა გეფიცები რომ არ დავიხე დედა ბიჭო შემოჭრალი ორი კაცი თო შემოყვა ეს არის ყიჟინით შემოსვლა არის ჩვენ ეგრე დავდივართ იზილ ბაშები რასაკეთებენ ჩვენ დავდივართ ეგრე იმიტომ რომ სადაც მივდივართ არავინ არ მოდის და ძალიან თუ მიყვარს სხვასთან და ალბათ მაგითო კი კიბე ხო არის და მე კიბეზე ავა აჩ ორის კამი დადგინდა შენ აჩ რო ხელი რო არ შეუშავე არა ფეხი ხო არ დადო ჩვენს ახალ პარტნიორთან ერთად, სელფისთან ერთად ვაკეთებთ ეს რუბრიკას, რომელსაც ქვია ვილაპარაკოთ.
პრინციპში მთელი გადაცემა ეგ არის, ორი ადამიანი ერთმანეთში ლაპარაკობს და ეს არც შენთვის არ არის უცხო. მაგრამ selfies აქვს ესეთი კამპანია, რომელსაც ქვია ვილაპარაკოთ და პრინციპში აი გულღია, გულწრფელ ალალ ბას ეძღვნება. და მოვიფიქრეთ ეგეთი რაღაც, რომ მოდი მე და ჩემი სტუმარი, გადაცემის სტუმარი ვილაპარაკებთ ან იმ თემაზე, რომელზეც მას აქამდე არასდროს არ ულაპარაკია და რო რამე ახლა არის ის ვითარება და მომენტი, როცა ილაპარაკებ და მეორე ვარიანტია, რომ ვილაპარაკოთ იმ თემაზე, რომელიც ყველაზე სალაპარაკო თემად მიგაჩნია ახლა. მე არ ვარ კარგი სტუმარი ამ რუბრიკისთვის და რატო? მე არა მხოლოდ ამ რუბრიკისთვის. ეგ შენ თქვი რატო? დარჩენი და ამ რუბრიკისთვის რატო კარგი რა იდეალური კაი მოდი ასე თუ ძალიანაც რო არ დავიკრინო საკუთარ თავი. მე მაქვს 2 პოდკასტი. ასევე მაქვს YouTube არხი, რომელს დაფარვა დიდი აქვს, ასე თქვა, ბევრ დიდ აუდიტორიაზე გადის. ორ შაბათობას 3-დან 4 საათამდე მიდის ხოლმე, პოდკასტიც საათიზე მეტია რა და რაღაცა რომ რაღაცის თქმა რომ მინდა როგორც წესი ვლაპარაკობ. ეგრე რომ პლატფორმა მჭირდებოდეს რაღაცის სალაპარაკოთ, მაგრამ არის ალბათ რაღაცები, რაზეც არ მილაპარაკე, იმიტომ რომ სიტუაცია არ იყო შეიძლება ისეთი ჩავარდნილი, რომ გინდა თუ არა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. მაგალითად, შეიძლება განათლების მნიშვნელობაზე საუბარი ამ ქვეყანაში, რომ ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ამბავი. მე მგონი რომ ჩვენ ორნი არ ვართ ის ადამიანები, ვინც ამ თემას უნდა იხილავდეს. თუმცა რატომაც არა, იმიტომ რომ რო დაუკვირდეთ, კი, ბევრ რაღაცას მივაწერთ ხოლმე, ამის ბრალია, იმის ბრალია, მაგრამ ბოლო დროს კარგად გამოჩნდა, რომ ბევრი რაღაცის სათავე არის ის, რომ ვიღაცა არ მიუდგა თავის დროზე სწორად ადამიანების განათლებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ მაგ თემის არათუ ექსპერტები, არამედ მცოდნეები, მაგაზე ლაპარაკის უფლება გვაქვს, იმიტომ რომ ყოველდღიურად მე მგონი ჩვენ გვეხება ეგეთი რაღაცა. აი შენ მაგალითად თემაში რა ქვია, სპორტულ ჟურნალისტი, საერთოდ ჟურნალისტის განათლებას ფიქრობ რომ ჟურნალისტიკა როგორც ასეთი უნდა ისწავლებოდეს? შენ რა გაქვს დამთავრებული? ჟურნალისტიკა. მეც. ხო. აი სპორტულ ჟურნალისტიკაში სადხედავ განათლების სად გვაჭერს განათლების ნაკლებობა თუნდაც სპორტულ ანუ თუ ლაპარაკობ დარგობრივ ჟურნალისტიკაზე რა ხა მე მესმის რომ შეიძლება ვიღაც იყოს ეკონომისტი და თუ ჟურნალისტიკა ინტერესებს რა თქმა უნდა ის ალბათ თუ საკომუნიკაციო უნარები კარგია, კარგი ენა, კარგად წერს, აზრის გადმოცემა შეუძლია, ის ალბათ უკეთესი იქნება ეკონომიკაზე რეპორტაჟის ან სიუჟეტის კეთების დროს, ხო? ვიღაც თუ არის ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვაზე ის უკეთე ან იურისტი შეისაძლოა უკეთესად წერდეს სასამართლო პროცესზე. და ასე შემდეგ, მაგრამ აი სპორტში როგორ არის? სპორტში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე რა. მე აკა მორჩილაძე წერდა ხო საფეხბურთო სვეტებს ძალიან მაგარს და მაგაზე იყო საუბარი რომ აი აკა ისტორიკოსია. ხო, მაგრამ ამ კუთხით მისი განათლება, თქვა ზოგადი განათლება ძალიან კარგად ეხმარებოდა რომ თქვა ეწერა სპორტს ძალიან მაგარ რაღაცებს წერდა. როგორც სპორტული კომენტატორი, რა ვიცი, ეხლა მაგით უყვართ ალბათ ტატოს რეპორტაჟები კიდე, რომ არა მარტო სპორტზე, არამედ შეუძლია ძალიან კარგი გადახვევები გააკეთოს. ქალაქზე მოგიყვეს რაღაცა, ხო, თქვა იქაურ კულტურაზე მოგიყვეს. ეს ყველაფერი ამრავალფეროვნებს და უხდება ძალიან ამ რეპორტაჟს. ბიძინა ბარათაშვილი მაგალითად ხო, რომელმაც რა ვიცი, ანუ გარდა იმისა, რომ ეს სპორტის სახეობა ძალიან მაგრად იცის, სპორტის ისტორია, სპორტის მიღმა იცის და ეს სპორტის ისტორიაც, ოლიმპიადების ისტორიაც, ანუ ყველაფერი ძალიან მაგრად იცის. და აი სპორტული ჟურნალისტიკის განხრა საერთოდ მე რო ვაბარებდი არ იყო რა, არ და საინტერესოა მაგ კუთხით რომ რაღაცა ჩაშლილი უფრო რაღაცა უფრო კონკრეტულად რო სწავლობ, უფრო კარგია. ახლა არ ვიცი არის თუ სპორტული ჟურნალისტიკის განხრა ალბათ არა. რაღაცები დაემატა. მაგრამ ალბათ შეიძლება არის სპორტის საკითხების გაშუქება. მე მაგალითად სტუდენტების დიდი ნაწილი ვინც ჩემს საგანზე და ეს არის რა ქვია, ეს არის ამბისტხრობის საგანი. სტუდენტების დიდი ნაწილი ამბობს ხოლმე, რომ უნდა სპორტის ჟურნალისტიკით დაკავდეს. ან კულტურა, ან სპორტი. ძალიან იშვიათად ამბობენ სტუდენტები, რომ აინტერესებთ პოლიტიკის გაშუქება, იმიტომ რომ მე მგონი არსებობს ეგეთი ილუზია, რომ ეს არ ვიცი, მარტივია, უფრო ბევრი ხო და სიამბილეში ალბათ არ არის. არ უნდა იყოს ეგრე. შემთხვევაში არის მარტივი.
აი მაგალითად მე პირადად დავამატებდი სილაბუსში, ასე ვთქვათ, თუ სპორტული ჟურნალისტიკის განხრით იქნებოდა სწავლება, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამეა. ხა ესე არავინ არ გასწავლის, არ არსებობს სახელმძღვანელო, სადაც აი მსოფლიო ჩემპიონატი არ და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პოლიტიკაზე მიბმული იყო ყოველთვის. სპორტ და პოლიტიკა გაიმიჯნოს კი არის, მაგრამ ყოველთვის რაღაცა რეჟიმები იგებდნენ ხოლმე, ყოველთვის იყო ეს რაღაცა ჩაწყობები. 78-ში არგენტინაში ჩატარდა თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატი, რა ხდებოდა იქ და აგერ რუსეთში ცოტა ხნის წინ და მერე ყატარი და ხო, ანუ ეს ყველაფერი და საინტერესო ვიღაცა ბოიკოტი გამოიცხადა არ ჩავიდა, იმიტომ რომ თქვა ფეხბურთელი კი არ მოწონდა ვიღაცა, უბრალოდ პოლიტიკური ვითარება იყო ესეთი. ხო, თქვა მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩერებული იყო, ხო, ორი მსოფლიო ჩემპიონატი საერთოდ არ ყოფილა. აი მაგ მიმართულებითაც ხა თუნდაც როცა რეპორტაჟზე შეგიძლია რომ ინგლისი არგენტინა რო თამაშობს და მოიყვანა რომ ფოლკლენდის კუნძულების თემა ამას წინა საფუძვლად უდევს, ამის თქმა რომ შეგიძლია, ეგეც კაია, ასე რომ მნიშვნელობა ზოგად განათლებას და განათლებას ამ სფეროში ძალიან დიდი ჟურნალისტისთვის მე მგონი ყველაზე მეტად კიდევ რა, იმიტომ რომ იმდენ რაღაცა შეიძლება მიედმოედო რომ ძალიან დიდი ზოგადი განათლება გჭირდება. რაღაც კონტექსტი იცოდე მაშინ როცა რაღაც ორი შენი ცირას ეძახდნენ ბრძოლას ფოლკლენდის კუნძულებისთვის. არგენტინელები სხვა რამეს ეძახიან და ინგლისელები სხვა რამეს, ხო? არა, ნეიტრალური დამკვირვებელი. არ ვიცი. ეძახდნენ რა ყველა კი არ ეძახდა, მაგრამ არსებობს ეგეთი ტერმინი ორი მელოტის ომი სავარცხლისათვის. აჰა, გასაგებია. ამის მე იცოდე, კარგი? ძალიან დიდი მადლობა. ტატოსთან მქონდა კამათი რა ერთ გადაცემაში ვიყავით და აი მარადონას ხელით გოლი რო გავიდა, ის ამართლებდა იმით რომ ყველაფერი ნეიკადრა, იმიტომ რომ ინგლისმა ესე გაუკეთა რაღაც არგენტინას და ამას ისტორიული დაპირისპირება აქვს რა რაღაც. ეგეც აგერ ისტორიული სარჩული შემოვიდა, თუ პოლიტიკური სარჩული. ამ 2002-ში იყო მე მგონი ამერიკა-ირანის თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე და მაგასაც ძალიან დიდი ამერიკა-ირანი რატომ უყურო, ხო? ანუ მსოფლიოზე? მსოფლიოზე. კორეა-იაპონია. ხო, ხო. აი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსოფლიო, რაც კი როგორ? ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატი ეგ იყო სამწუხაროდ, მაგრამ შემაგონდა მოიგო მათ ბრაზილიას გულშემატკივრობდნენ. და ზულდი და კიდე უფრო შემზულდი, იმიტომ რომ მე გერმანიის გულშემატკივარი. განმეორდები, ეს არის რუბრიკა ვილაპარაკოთ, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორ სელფისთან ერთად და ამასობაში მომივიდა ეგეთი დამება და ეგეთი შეკითხვა. შენი საყვარელი ფეხბურთელი მე როგორც მახსოვს არის კიჭა რონალდო. კიჭა რონალდო და მე იყო კაკა, ბრაზილიელი. კი ბატონო, მაგრამ კაკაზე ამბობ შენ ერთგან. რომ იმედგაცრუება იყო, ხო? მის იმიტომ რომ რეალში გაიფუჭა თავი, ხო? მე ჟოზე მოურინიოს ვაბრალებ მაგას, მაგრამ რაღაც მომენტში კაკას ბრალიც იყო. ჟოზე რას ფიქრობს ამ შემს ბრალდებაზე? ჟოზე ბრალდებებზე ძირითადად არაფერს არ ფიქრობს ხოლმე. ძირითადად უტევს ვინც რაღაც აბრალებს, მაგრამ უნერვიულია თურმე ჟოზეს რო შორის მაგრად ნერვიულობს ხოლმე. ჟოზე მოურინიო გამოდის მომზადებული ჟურნალისტებთან ისეთი ფაქტებით, რომ მოაკეტინოს ჟურნალისტებს. ხო მსხვილები არ აკეთებენ ახლა რა ეტყვიან რომ კაი სენჭირი მე დავიდავანებ. ის ძალიან ცნობილი ის როა. მე მოგებული მაქვს 3 პრემიერ ლიგა, 3 პრემიერშიპს ვეუბნება, ხო იცი? კი. ეგ მე მესვქენი რა, დავთვალე და ეგეთ რაღაცას ამბობს რა. მე მაქვს მოგებული 3 პრემიერ ლიგა. და სხვა 19 მენეჯერს, რომელიც ახლა პრემიერ ლიგაში აქვს, ჯამში 2. ხო. ეს თუ არ დათვალე 19 გუნდი არ ჩამოწერა და მოისმა. მე გადავთვალე და მართლა ეგრე იყო. მე მგონი კონტე იყო მაგ დროს და რანიერი თუ რაღაც ეგრე და სხვა არ იყო რა, ვისაც პრემიერ ლიგა მოგებული ქონდა და აი წინასწარ რაღაც ასე რომ ძალიან ნერვიულობს ყოველად. აი ტრამპი გავსე ხა მაგას, ჩემ დროს არავის არ წამოვთმე. კაი ხა ტრამპზე მაგაზე ადამიანი რომ მაგაზე გადადის ზოგადად უკვე მიხვდე რომ ცოტა პრობლემები აქვს. ხო, მაგრამ ჟოზე დიდი მწვრთნელია ხა რაც გინდა არ გინდა. მე მაგრად მევასებოდა. ძალიან დიდი მწვრთნელი არის, მაგრამ უფრო დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო რა. 2010-12 წლამდე უფრო დიდი იყო ვიდრე მაგის მე. მე ჟოზე იმიტომ მომწონს რომ ჩემზე უარეს ინგლისურით ლაპარაკობს. და ეს ანუ ჩემიანად მივიჩნევ. ხო და კიჭა რონალდოსთან რაზე ილაპარაკე? აი დაუშვათ მე ფეხებზე რო კიდე ვარ გასაგებია, მე რო გთხოვე რომ ვილაპარაკოთ მეთქი, კიჭა რონალდო რო მოვიდეს რა შენთან და გითხრას რომ აი ძმაო 10 წუთი მაქვს. და მოდი ვილაპარაკოთ. რაზე დაელაპარაკებოდი? ზოგადად ბრაზილიური აი რაღაც ფეხბურთის გულშემატკივარი რადგან ვარ. რატო ხდება ისე რომ 25 წლამდე თამაშობს ყველა ბრაზილიელი და მე ფეხებზე იყიდებენ რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი, ამავალი ვარსკვლავი და დრო რო გადის, მე ხან ფაველაში სვამს, ხან რაღაცა აი ეს ჭამდა მაგალითად ძალიან ბევრს, ანუ დისციპლინის მიმართ რაღაცა
პრობლემები აქვს. პირველი კითხვა ეგ მექნებოდა ალბათ. ეხ ადრიანოზე ამბობ ხო ალბათ ადრიანო კი ბატონო, რობინი ხო ვახსენე დღეს კიდე და კიდე და შეიქნებოდა ეხ მაგაზე პასუხი რომ რატო ხდება რომ ფეხებზე იკიდებთ? ხო, ანუ რატო არ შეიძლება რატო ხდება რომ ტექნიკურად დავსვამდი კითხვას, რატო თქვენ ზარმაცებო და უარგისებო. რატო ხდება ეს რომ კარიერის საწყისი წერტილი უფრო კარგი გაქვთ ვიდრე დასასრული რა, იმიტომ რომ რონალდინიოც, კაკაც, რონალდოც ან ბრაზილიელები ვარსკვლავები ვინც იყვნენ 2000-იანების დასაწყისში და სასწავლი გუნდი ყავდათ, რაღაცას რომ მიაღწიეს რაღაც პიკს, მალევე ჩაკვდა ეგ პიკი რა. აღშენებობ რომ ხასიათი, მენტალიტეტი, ხო, თავი რაღაც იმის სიყვარული, გართობის, molxenis, აი ეგ უშვება? ხო, ალბათ აი სამხრეთელები მაინც ცოტა ეგეთი ხალხია და. კი ვიცი პასუხი დაახლოებით, მაგრამ ეს შემყვანი კითხვა ეგ იქნებოდა ალბათ. და ან შენ რავი ეხლა სფეროს მიხედვით კითხავდი, არ ვიცი რონალდო ძირითადად მოლაპარაკე არ არის. პოკერი უყვარს ხო? ხო, მე მგონი. ძირითადად მოლაპარაკე როგორც ვიცი არ არის თან. მაგას უბრალოდ მესი ურჩევნია რონალდოს. ხო შეგძლებია ესე იგი ამ რუბრიკაში თავის გამოჩენა. განათლებას რო დაუბრუნდეთ. აი ძალიან დიდი ხანია მე ისმის რომ რელიგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. რატო არ ისწავლება? ანუ თან დიდი ხანია რომ უნდა ისწავლებოდეს, ჩემ დროს არ ისწავლებოდო. ჩემ დროს წიგნი მქონდა რელიგიის, რაღაც გაკვეთილი არ ჩაკვტარები არ მახსოვს. მარტო ქრისტიანულ რელიგიაზე იყო წიგნი, თუ სწორად მახსოვს. კი. მე მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის არის ის რომ აი მორწმუნე ადამიანები განსაკუთრებით არ იცნობენ კარგად თვითონ რელიგიას, ან არასწორად ესმით, ან როგორც უნდათ ისე ესმით. და ძალიან ხშირად მე სიბოროტის იარაღით უფრო იყენებენ ხოლმე მაგას. ანუ მანდაც ისი განათლების იმასთან მივდივარ. ხო, არის პრობლემაა რა, სერიოზულად, თან სოციალური ქსელების შემოსვლასთან ერთად უფრო ხშირად ვეჩეხებით მაგას. მაგალითად, აგრესიული კომენტარები რაც დაწერილა ძალიან ბევრი და ისეთი გაუგონარი რომ გადადიხარ ამ ადამიანის პროფილზე, ხშირად არის ხო ეკლესიის ფოტოები და ასე შემდეგ და ეგ რატო ხდება თუ არა, იმიტომ რომ არ აქვს სწორი გაგება და შეიძლება იყოს გაკვეთილი და ვერ გაიგო, თქვა სიტყვას მაინც. ძალიან დიდი რესურსი ჩავდოთ მაგ კუთხით განათლებაში და მაინც ვერ გაიგო, მაგრამ რაღაცადნაირად ხონო ცადოთ რომ ამ ადამიანების მიმართ რაღაც სწორი, იმიტომ რომ სად ისწავლა ეგ რელიგია და როგორ აუხსნეს და რაც კაცმა არ იცის. მე მგონია რომ როცა ჯერეთი მან თუ განსჯის ამბავია ქრისტიანული რელიგია გეუბნება რომ ეგ არ უნდა ქნა, მაგრამ თუ არ იშლი და გადაწყვეტ რომ ეგ დაარღვიო და ვიღაცას განიკითხავ ქრისტეს სახელით, როგორც მინიმუმ სახარება უნდა გქონდეს, ალბათ წაკითხული, რომ გაიგო რა და როგორ, მაგრამ ნუ მაგ საქმის სპეციალისტიც არც მე არ ვარ. ახლოს არ გაუულია ძალიან ბევრი დარწმუნებული ვარ მაგასთან. 10 კითხვიანი ბლიცი. გეხვეწები რომ ნახავ ტატოს უთხარი რომ ბლიცი ეს არის თქო. აუ ტატოს ბლიცი ვიცი. ხო, ტატოს ბლიცი არის ინტერვიუ ცალკე გადაცემაში და ბლიცი ეძახისთან რომ მე მატყუებს თუ მე არ ტყუდი მაგით ბლიცი არ არის და აი რაღაცნაირად ისე რომ ბლიცის დროს არ შეიძლება რომ იცი რა ჩაეკითხო ბოლომდე და გაწურო ის თემა რაღაცა. კაი, ბლიცი კალატოზი, ესე ქვია. რაღაცა სამალია და აგერ დავწერე. რამხელა პასუხები გინდა დაახლოებით. საჩავეთი ეს ქრონომეტრაჟი რამდენია მაგის? მოკლედ რა. კი ბატონო. მომენტი შენი აზრით, რომლის ნახვაც ფეხბურთს შეგაყვარებს. კვეკვეს რო გოლი აქვს შეიძლება და ქართველები რომ ფეხბურთი დამთავრებულია, მაგრამ ფეხბურთის მე რაც ხდება ქალაქში, ეგ შეგაყვარებს ფეხბურთს მე მგონი. რომ რატო ხდება ეს? კაი ბატონო. ყველაზე ამაღელვებელი ეპიზოდი, რომელიც მოედანზე გინახავს? ეგ არის რა, ალბათ. და ანუ რაღაცა ეპიზოდები რომ ახსოვს საქართველოს ნაკრების, აი მაგ თამაშებიდან რამდენიმე იყო კანკავას რო კაპიტნის სამკლაური გადაუგდო კაშია, მე იყო ძალიან ამაღლებელი. ბუდურო თავით. აჰა. ეგ იყო ძალიან ამაღლებელი მომენტი. ქოჩორას გოლის მერე აღნიშნა იყო ძალიან ამაღლებელი მომენტი. იქამდე მქონდა კობიაშვილის გოლი იმასთან, ხორვატიასთან, იქამდე. ან კომენტატორის მინაშვილი რო მან ვიყავი კიდევაც თამაშზე და მეც იმას ვქენდი, რა ქვია.
დაუბრუნდა სახშიც უყურა და ემოცია კომენტატორის ასევე. ატვალავდი პასი უკან. გასვლა! გოლ! საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. 1-0 გოლ. მინაშვილი არ იყო გო 1-0 გოლ ეგ არ ყვირო და ხო? მიდის სანახავადაც იყო. მიდის სანახავად გვენცაძე არის. გიგას ბევრჯერ ქონდა მე ეს მიდის სანახავად. არის კონტაქტი. ახერხეს შეკონტროლ. მიდის სანახავად. წიგსაც ეგრე დაარქვა, ხო იცი? ხო, კი. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც რეპორტაჟის კეთებისას დაგიშვია. ერთხელ ახალი დაწყებული მქონდა რა. და უმეთვალყურეოდ უნდა მეთქვა ეს სიტყვა, უმეთვალყურეოდ დატოვეს თქო. და თქვი უთვალმოყვაროდ. ოღონდ მე ვცადე, მან როგორ ოქროს წესია რა, თუ რამე შეგეშალა, გაატარე. გამოსწორება ვცადე. და იგივე ვთქვი. ოღონდ თან ჩემი პარტნიორი ლევან ყუდუშაური იყო როგორც მახსოვს და დამეხმარა რომ უთვალმოყვაროდ მოიქცენა მართლაო, იმიტომ რომ უთვალმოყვაროს უფრო გავს ვიდრე უმეთვალყურეოს. და თითქოს მომეშველა და მე ისე მომინდობა რომ მოიცა ეხა. უმეთვალყურეოდ უნდა ვთქვა მეთქი, უმეთვალყურეოდ მინდოდა თქო და კიდე რაღაცა ვქენი და აი დაახლოებით ეგეთღაც გავაკეთე. აი მე მგონი გავარდა ეთერში ეხმაცა და მაგის მე ცხოვრება არ მინდა რომ გამოვედი. აი გზა მახსოვს სახლში როგორ მოვდივარ. აი ისეთი მძიმე იყო ეგ ყველაფერი რომ აი დავეშვი რა ძალიან დაბლა დავეშვი. მართლა არა მე უარესები მომწლია და გზა არ მახსოვს არც ერთი. ხო. ყველაზე საინტერესო ადამიანი შენი აზრით ფეხბურთელებს შორის. რამდენიმე ტიპი გამახსენდა. ჩამოთვალე მე რას მევაჭრებ. მოდი კიდე სანამ გეუბნებოდი რამდენიმე კიდე ერთი გამახსენდა. ქართველებიდან ამბობენ რომ ყიფიანი თქვათ და შოთი არის ძალიან საინტერესო ტიპი. ძალიან ბევრი ყველაფერი მაქვს ნანახი ალბათ სადაც სტუმრად ყოფილა რა. ხო. ისე მარადონას რო არ ქონდა მოედანს მიღმა კიდე რაღაცა ქარიზმა და ტიპი არ ყოფილიყო, ალბათ ეგეთ ფურორს ვერ მოახდენდა რა. გაცილებით საინტერესო ტიპია დარწმუნებული ვიდრე მესი მაგალითად. მაგაში ხო ორი აზრი? ხო. ნუ მესის გულშემატკივრებს ისე უყვართ, რომ მესის გულშემატკივრებს ალბათ მარადონაც ძალიან უყვართ. ხო, ალბათ. მაგრამ მან ხო კონკურენცია რო ჩდება, მე მარადონას აბრალებდნენ, რომ ეს ჩემზე მაგარი არ იყოს 2 საათში, მაგით ვათამაშაო ნახევარდაცვაში. ხო. ხო, ანუ ეხა კონსპირაციის თეორიები კაი, მაგრამ მგონი რომ ზიდანია ძალიან საინტერესო ტიპი. კაცი ჩემპიონია ყველაფერის, ანუ სოფლიო ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგა, როგორც მწვრთნელი, როგორც ასისტენტი და ყველა ევროპის ჩემპიონი და ყველაფერი მოგებული აქვს. და ისაც საინტერესო ტიპია და კრუიფი ალბათ. ეპოქალური ტიპი, რომელიც ბაზარი არა. აი თუ ინტერვიუს ჩაწერა, ალბათ ყველაზე მეტად იმიტომ რომ ყველაფერმა მაგის ხელში გაიარა ტოტალური ფეხბურთთან დაწყებული, აიაქსი, ბარსელონა და ძალიან მაღალი ინტელექტის კი. არაქებენ ზოგადად ისე ბევრი ამბობს, რომ თავისებური კაცია, მაგრამ ჯაჯხავისებური. მსახიობი, რომელსაც ბავშვობაში ქრაშავდი. ბევრი ალბათ, მაგრამ გამახსენდა მანუელა არკური. ის ვინ არის მანუელა არკური? მანუელა არკური, არ ვიცი. კარაბინერები რო იყო სერიალი გახსოვს? კი, როგორ არ მახსოვს. კი, всё, ვიცი. მოვიდა? კი. ადამიანი, ვისაც ახლა ქრაშავ. თუ ანუ მსახიობიც არ არის? არა, თუ გინდა მსახიობი ქართველი. როგორ ეცკინა? თუ გინდა, აი, მსახიობი თქვი. არ ვიცი, ეხა ისეთი ქრაშვის ეტაპზე არ ვარ. და ბავშვობის მომენტი, რომელშიც ძალიან დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდი. მე და ჩემი ძმა შაბათ-კვირას ვიღვიძებთ მულტფილმების სანახავად. და არ ვიცით რა დაგვხდება თან. ანუ რა მულტფილმი იქნება. კაია. საქართველოში რო არა, სად დაიბადებოდი? სადაური. არ მიფიქრია სხვათა შორის მაგაზე არასდროს. მაშინ იფიქრე და სანამ გადაცემა გავა, იფიქრე და მონტაჟის დროს აქ ამოვა ქვეყანა, რომელზეც სიტყვიდა. მოდი კომენტარში დაგიწერთ. თქვენ რომ დადებთ ამას, მე ოქტოპუსით შემოვალ. კომენტარი. კაია. და ბოლოს, ოჯახის წევრების გარდა ვის ეკუთვნის შენგან მადლობა ცხოვრებაში? მეგობრებს, ჩემ მეგობრებს ალბათ. რომლებთან ერთადაც ახლა საქმეს ვაკეთებ და რომელთა გარეშეც ძალიან მიჭირს ზოგადად ყოფა. პირველ რიგში მეგობრები გამახსენდა. კაია. სწორია. ანუ ვერ შეგედავები. ხო, რო რამე. კაია. კაი ბატონო, გადასარევად გაართვი მე მგონი თავი.
ხო, არა, კარგი იყო. არა მიშალა. გასწორა. მაყურებელი შეაფასებს უკეთ ალბათ. აი ეს ეს აღარ გინდოდა ეხა. ყველასათვის საყვარელი გიორგი გალატოზი. კი ბატონო, კი ბატონო. ეგ არ მიყვარს. რაღაც ზედაპირული იმით ადამიანი რომელსაც წარდგენა არ ჭირდება, ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს. ეგეთი კაი, რამდენჯერ მიქნია, ბევრჯერ და მათ შორის მიქნია იმის გადაცემაში ხალხზე, რომელსაც არავინ არ იცნობდა, პირველად იყო გადაცემაში. მაგრამ სახელი რო გავიწყდება სტუმრის. ხო. და იქ არ გაქვს რა, წარდგენ ფურცელი დაგჭდა და არ გახსოვს და ხო არ იტყვი და პროდიუსერს ძინავს და რამხელა სტრესია ეგ, ანუ რაღაც 20 წამში რო ხდება გადახარშვა ეგეთი რაღაცების, რომ რაღაცა ისეთი გეშლება, რომ ხო 20 წამია კატასტროფა დილის არა 20 წამი შეგიძლია ისქა და ბრუნდებით ტრად გაწელო რომ აბა ეხა ეს მოგაშველენ შემოგაშველენ რაღაცები გახსოვს თან რომ მომღერალი ის რაღაც სამდე მინდა ეს არის ყველაზე კოშმარული 20 წამი სანამ იქამდე მიხო გოლგოთა კი გოლგოთა ხო და მე მიქნე როგორ იცი აი მართლა პირველად იყო ტელევიზიაში ეს ადამიანი საერთოდ არაზუსტად იყო კარგად იცნობს მაყურებელიო ყველასთვის ცნობილი არ წარდგენა არ ჭირდება ესე მithქვას ყველასთვის ცნობილია ადამიანებს წარდგენა არ ჭირდება აი კაცი მადლობა ხარ პირიქით მადლობა შევსოვე ხა მე შევსო მოდი არ ჩემი ხათრით არა იგრადო ისედაც უი სხვადასხვა იმას რა ქვია მთის წყალს გაუფორმებია პარი სენ-ჟერმენთან ხელშეკრულება და რეგიონული თამაშს უყურებდი და მთის ის რეკლამა იყო უკან მე ვთქვი რეგიონზე ხო არ იყიდება თქო რა ეს გრაფიკულად ხო და რეგიონული პარტნიორი გამხდა რა მთის წყალი პარი სენ-ჟერმენს აი წეგან შენ რო აქ პოდკასტი ხონდა მაშინ უყურე ყვარას გამოვარ ნამყოფი ნეაპოლში ორჯერ უფასოდ მეც ასე რომ ერთი და იგივე მithქვარი სადი ჯეკი შენი მაშინ რა ქვია თვითონ შენ არ იყავ მე მგონი მაშინ მე რო ვიყავ აუცით ანუ გინდა იმithქვა რომ ჩემზე ადრე იყავი აი ამოიცა მოდის რომელ თვეში იყავი შენ არა მე ვიყავი ძალიან მაგარ თამაშს აი ეგეთ მაგარ თამაშზე შენ ვერ იქნებოდი რომელზე იყავი მე ვიყავი ინტერზე და ლაციოზე და მე რო ჩავედი ბევრი თამაში არ ქონდათ წაგებული მე რო ჩავედი წააგეს მით უმეტეს ხო მაგრამ მეორე 3-4-1 მე ვიყავი ნაპოლი იუვეზე რომელიც 5-1 მოიგო ნაპოლი და იყო სასწაული ხო ძალიან მაგარი ბიჭო ძალიან შთამბეჭდავი სტადიონი არის რა აი ანუ ესა აურა თორე სტადიონი დინამოზე უარესია არა განა იმას ვამბობ სტადიონის არქიტექტურულ იმაზე კი არა აი აურა არის ძალიან